გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. გამარჯობა. გამარჯობა. მოდით 5 წუთამდე დავიცადოთ, ვინც შემოგვიერთდება და შემდეგ შევუდგეთ. ყველას მოგესალმებით. მოდით ცოტაც დავუცადოთ სხვებს, იქნებ კიდე შემოგვიერთდნენ. მანამდე ისეთი შემთხვევა ხო არ გვაქვს, სადაც ცადეთ გაშვება კოდის, ან ვერ გავუშვით, ან გარემოს შექმნა ცადეთ არ გამოგივიდათ. თუ რამე საერთოდ ამ პრობლემა არის, ან რაღაც გაურკვევლობა ტერმინოლოგიის, ან რამე თემის, შეიძლება ვიზოგარად, რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. ვალოდოთ ცოტაც და მანამდე პატარა გამოკითხვას მოვაწყობ. გამოკითხვა ჩავაგდეთ, უხედავთ. გაქვთ თუ არა თქვენი პროექტის ტექნიკური შესრულება დაწყებული თუ ჯერ არა. მაინტერესებს რომელი გუნდი როგორ სტადიაზეა. ცოტა გვიან სტადიებზე რო გადავალთ, შეიძლება მოვაწყოთ უფრო სიღრმისეული ანალიზი თითო პროექტის. შეიძლება რაღაც დრო გამოვნახოთ თითო გუნდთან, რომ განვიხილოთ პროექტი, როგორ შეიძლება ან დაწყება, ან გაგრძელება და იქნებ რაღაც ტექნიკური რჩევები და რეკომენდაციებიც გავცვალოთ. ეს უფრო ალბათ იქნება ჩვენი კურსის მეორე ნახევარში,
ამაზე ბექას დაკავშირდებათ, რომ აი რამე დროის ინტერვალი მოვნახოთ კერძო შეხვედრებისთვის თითოეულ გუნდთან. ჩემი აზრით კარგი იქნება. შედეგები ჩემოდის საკმაოდ 50-50-ზეა, რაც სასიხარულოა. მე ნელ-ნელა ჩემ პრეზენტაციასაც დავაშერებ და ალბათ დავიწყოთ. კარგით, შევუდგეთ. იმედია ჩემ ეკრანს ხედავთ, თუ არა შემატყობინეთ. გაგრძელება იქნება ჩვენი წინა ლექციის, სადაც როგორც შეგახსენებთ, მანქანური სწავლების საწყისებს გავეცანით. კერძოდ მარტივი მოდელიც შევქმნით კლასიფიკაციისთვის. წინაზე ეს იყო ყვავილის ქვესახეობის ამოცნობა მისი ფოთლის ზომის მიხედვით, თუ გახსოვთ. დღესაც იგივე პროექტს გავაგრძელებთ, მაგრამ უფრო განვავრცობთ თემატურად. მაუსი გამექცა. განვავრცობთ თემატურად, ანუ სხვა ტიპის პროექტებსაც შემოვიტანთ განხილვაში. კლასიფიკაციის მოდელის გარდა ასევე განვიხილავთ რეგრესიის მოდელს. ასევე ვისწავლით პარამეტრების ტიუნინგის, ანუ შესწორების უფრო ავტომატურ და სწორ მეთოდებს. უფრო მკაფიოდ განსაზღვრავთ, როგორი შეფასების მოდელები გაგვეჩნია თითოეული ტიპის მანქანური სწავლების მოდელისთვის და საბოლოოდ ამ ყველაფერს ერთად შევკრავთ და შევქმნით ერთ machine learning pipelines, რაც ნიშნავს, რომ მონაცემიდან შედეგამდე თავიდან ბოლომდე გასვლას შევძლებთ. შემდეგ ლექციაზე ეს უკვე მომავალ კვირას უკვე ნეირონულ ქსელებს შევუდგებით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით კლასიკური მანქანური სწავლება დავასრულეთ, უბრალოდ ჩემი აზრით ფუნდამენტი გვაქვს საკმარისი, რომ უფრო განსხვავებულ თემებს შევეხოთ. ეს ძირითადი სტატისტიკური ფუნდამენტი უკვე სხვა ბევრ თემას და მოდელსაც ეხება, იქნება ეს ენობრივი მოდელები, იქნება ეს უფრო კომპლექსური ვიზუალური მოდელები, ტერმინოლოგია და ეს ფუნდამენტი გამოგვაგება ყველგან და შევძლებთ უკვე უფრო ადვილად გავიგოთ ახალი თემებიც. პროექტი როგორც ასეთი იქნება იგივე, ასე რომ თუ თქვენ წინა ლექციაზე გადმოწერეთ, ახლა უბრალოდ მარტივად შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენ დირექტორიაში და git pull ბრძანება გამოიძახოთ, ამით უახლეს ვერსიას წამოიღებთ. აუცილებელი არ არის უმეტესი ნაწილი იგივეა, რაც ჩვენ წინა ლექციაზე გვქონდა, უბრალოდ რაღაცები ჩავამატე, უფრო მეტი მკაფიობისთვის რამდენიმე გრაფიკი დავამატე, რაც იმედია დაგეხმარებათ მასალის ათვისებაში. ასე რომ ვისაც არ გაქვთ პროექტი გადმოწერილი, დავაკოპირებ ამ ძველ ინსტრუქციას, თუ წინაზე ეს არ გიქნიათ, დაგვეხმარება რომ უფრო მარტივად მივყვეთ თემას. ხოლო მათ ვინც პროექტი უკვე გადმოწერილი გაქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ git pull ბრძანებით უახლესი ვერსია განაახლოთ და შეგიძლიათ შევუდგეთ. ესე იგი დავწერ მათთვის ისეთ პროექტი არ გადმოწერია. თუ პროექტი გაქვთ. რომ მარტივად შეგიძლიათ ბოლო ვერსიის წამოღება. კი ბატონო. ამით დავუბრუნდეთ ჩვენ პროექტების განხილვას. დღეს შევუდგებით მე-6 ფაილი, linear regression ფაილით. წინაზე პირველი 5 განვიხილეთ.
ეს მეორე ნახევარი ცოტა უფრო მსუყი იქნება, მაგრამ წესი დროში უნდა ჩავეტიოთ. თუ ვერ შევძელით, არც ეგ არის პრობლემა, შემდეგზე აუცილებლად დავეწევით მთელ მასალას. დღეს საუბრის დაწყება მინდოდა რეგრესიის ამოცანის განხილვით. დიდი თანაკვეთა იქნება იმასთან, რაც წინა ლექციაზე უკვე ვისაუბრეთ, ეს ძირითადი თემები უკვე განხილული გვაქვს. მაგრამ შემოვიტანთ რამდენიმე ახალ ინსტრუმენტს ბიბლიოთეკას, რომელიც დაგვეხმარება როგორც მონაცემების დამუშავებაში, ისე ვიზუალიზაციაში და შემოვიტანთ კიდე რამდენიმე იდეას, როგორ დავაოპტიმიზიროთ მოდელის შექმნა და შეფასება. დღეს შევდგებით Pandas Library-ს გავეცნობით და Seaborn. ეს ორი ბიბლიოთეკა ძალიან ფართოდ გამოიყენება მონაცემებთან მუშაობაში. პირველი ეს არის ტაბულარული მონაცემის საკმაოდ გავრცელებული ბიბლიოთეკა. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, აი როგორც Excel-ის გრაფა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ასე გვაწვდის Pandas-ი მონაცემებს ტაბულარულ მდგომარეობაში. ასევე Seaborn-ი, ეს უკვე კერძოდ არის ვიზუალიზაციის ბიბლიოთეკა, გრაფიკების ლამაზად დასახადად. დღეს ასევე განვიხილავთ linear regression, ან წრფივი რეგრესია, როგორ მუშაობს, როგორ გავწვრთნათ და ინტერპრეტაცია როგორ გავაკეთოთ ასეთი მოდელის, როგორ შეგვიძლია შევაფასოთ რეგრესიის მოდელი და ასევე შევეხებით თემას, როგორ შევაფასოთ რომელი ფიჩერების გამოყენება jobs, ან რომელი პრიორიტეტულად დავაწყოთ მათი მნიშვნელობა. კარგით. შეგახსენებთ, აი მაგალითად წინა ლექციაზე ჩვენ კლასიფიკაციის ამოცანა ჰქონდა, ანუ შემომავალი მონაცემი თითოეული სტრიქონი უნდა დაგვეყოს სხვადასხვა ჯგუფად. კი ეს წინაზე იყო ყვავილის სახეობის კლასიფიკაცია, მაგრამ ეს კლასიფიკაცია იყოს შეიძლება ნებისმიერი რამის. კატეგორიის, ტიპის, მომხმარებლის, სურათიდან ობიექტის კლასიფიკაცია, ანუ ყველა ამ ჯგუფის ამოცანებს ჩვენ ვეძახით კლასიფიკაციის ამოცანებს. დღეს დავიწყებთ რეგრესიის ამოცანის განხილვას. ეს გულისხმობს, როდესაც ჩვენი მიზნობრივი ფუნქცია არის არა დისკრეტული კლასები, არამედ უწყვეტი მნიშვნელობები. ანუ მაგალითად, რაღაც რიცხობრივ ერთეულს ვცდილობთ რომ მიუახლოვდეთ. ამას ყველაფერს უფრო ნათლად აგიხსნით ამოცანის მაგალითზე. მანამდე მინდა გაჩვენოთ Pandas-ი და Seaborn-ი როგორ დავაყენოთ და როგორ გავუშვათ. თუ თქვენ ახალი ვერსია პროექტი უკვე გადმოწერეთ, შეგიძლიათ უბრალოდ გაიმეოროთ pip install requirements, ეს ყველაფერი უკვე ჩანიშნულია, თუ არა და სპეციალურად ჩავამატე Jupyter-იდან მისი ამ გარემოდან პირდაპირ შეგიძლიათ დაინსტალიროთ ახალი ბიბლიოთეკები ამ ბრძანების გამოყენებით. ძახილის ნიშანი ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე სისტემურ ბრძანებას უშვებთ და არა Python-ის კოდს და pip install Pandas Seaborn. ამ ბრძანების გაშვების შემდეგ ორივე ბიბლიოთეკა უნდა იყოს პირდაპირ ხელმისაწვდომი. Pandas-ის დაიმპორტება ხდება შემდეგნაირად, import Pandas SPD. ეს ბიბლიოთეკა უკვე თავის თავში მოიცავს ყველა იმ ფუნქციას და საშუალებას, რომ მონაცემები დავამუშავოთ, გადავაწყოთ, შევცვალოთ ან ტრანსფორმაცია გავუკეთოთ და კარგი ის არის, რომ scikit-learn-თან, ანუ იმ ბიბლიოთეკასთან, რომელთაც ვაკეთებთ უკვე სწავლებას, პირდაპირ ინტეგრაცია აქვს. ანუ ქვეშ ეს Pandas-ი უკვე იყენებს NumPy, თუ გახსოვთ NumPy იყო რიცხობრივი ოპერაციების ბიბლიოთეკა, რომელიც გვაძლევს როგორც პერფორმანსის ბუსტს, ასევე ტიპის კონკრეტიზაციას. ამას იყენებს Pandas-იც უბრალოდ ამატებს კიდე ერთ ფენას, რომ ეს ყველაფერი შეუძლია მოგვაწოდოს ტაბულარული მონაცემის ცხრილი სახით. აი მაგალითად ჩვენ შეგვიძლია read CSV გამოვიძახოთ ბრძანება, რაც CSV ნიშნავს comma separated value. არ აქვს მნიშვნელობა ზუსტად როგორ მუშაობს, მაგრამ ეს არის საკმაოდ გავრცელებული და მარტივი მონაცემების შენახვის ფორმატი. და ამ ბრძანებით წავიკითხოთ CSV ფაილი, რომელიც უკვე პროექტს მოყვება.
და შეგვიძლია დავინახოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს 4 სვეტი. ტელევიზია, რადიო, გაზეთები და sales გაყიდვები. და როგორც ხედავთ, უკვე ტაბულარული, ანუ ცხრილი სახით გვაქვს ეს მონაცემები მოცემული. აქამდე თუ ეს იყო კაცრად მატრიცის სახით და მხოლოდ რიცხობრივ ერთეულებთან ქონდა შეხება, პანდასი აქ უფრო გამარჯობა. გამარჯობათ. ხო, რახან ზოგი გვიან შემოგვიერთდა, დღესაც მთელი ეს მასალა და სლაიდებიც ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის და მათ შორის ჩანაწერიც. ახლა ვხსნი რეგრესიის ამოცანის მაგალითს და თან ვიყენებთ Pandas და Seaborn ბიბლიოთეკებს. ეს ბიბლიოთეკები გვეხმარება მონაცემების დამუშავებაში და ვიზუალიზაციაში. ხო, სად ვიყავით? ხო, და აქამდე თუ NumPy-ის მატრიცა გვზღუდავდა, რომ ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ რიცხვებთან მუშაობა და ეს უნდა ყოფილიყო კაცრად განსაზღვრული მატრიცა, აქ უკვე ტაბულარულ მონაცემებში ბევრად უფრო მოქნილები შეგვიძლია ვიყოთ. კი, ახლა ჩვენ უბრალოდ რიცხვებით ოპერაციას გავაგრძელებთ, მაგრამ მომავალ მაგალითებში ვნახავთ, რომ ამ მნიშვნელობაში შეიძლება იყოს ტექსტიც, enumeration-იც, ანუ კატეგორიებიც, დირექტორიებიც და მათ შორის ამ ყველა ტიპზე Pandas შეუძლია აბსტრაქცია გაუკეთოს და ოპერაციების საშუალებაც მოგვცეს. ბრძანებით head ჩვენ შეგვიძლია გამოვიძახოთ პირველი 5 სტრიქონი ჩვენი მონაცემების, ხედავთ რომ ეს რიცხობრივ ერთეულებთან გვაქვს შეხება ისევ. დავუკვირდებ ახალ ხალხსაც. და შეგვიძლია თეილ ბრძანებას გამოვიძახოთ ამ შემთხვევაში ეს უკვე მონაცემების ბოლო 5 რიგს გვაჩვენებს. პირველი სტრიქონი ეთმობა ინდექს, შესაბამისად ვხედავთ რომ 200 ჩანაწერი გვაქვს ამ შემთხვევაში. ასევე შეგვიძლია shape ატრიბუტი გამოვიძახოთ, სადაც ვხედავთ რომ მართლაც ჩვენი ცხრილის ზომა არის 204-ზე. რო გავიგოთ ეს მონაცემები რას აღნიშნავს, ეს არის ფულადი ერთეული დახარჯული რეკლამაში. ამ შემთხვევაში ეს ტელევიზიაში დახარჯული ფულადი ერთეულები, თუ არ ვხვდები ეს 1000-ები არის, ანუ 38200, რადიოში, გაზეთებში და გაყიდვები. აქაც 1000-ებში გვაქვს მოცემული, ანუ სხვადასხვა ბაზარზე, ან სხვადასხვა ქალაქში, როგორც გვინდა პირობითად გავიგოთ, რა ხარჯები იყო გაწეული სხვადასხვა მარკეტინგული მიზნებისთვის და რა გაყიდვები დაგვიბრუნდა შედეგად. მოლოდინი გვაქვს რომ პოზიტიური კორელაცია გვინდა დავინახოთ ჩადებულ ინვესტიციასა და გაყიდვებს შორის. და ასეთი ამოცანის გადასაჭრელად, აი მაგალითად ჩვენ გსურს გავიგოთ, აი ამდენი და ამდენი დავაინვესტეთ რეკლამაში, როგორ გაყიდვებს უნდა ველოდოთ. პასუხი არის უკვე არა კლასი, როგორც აქამდე იყო, არამედ რაღაც რიცხვი. ამიტომ ასეთ ტიპის ამოცანებს უკვე რეგრესიის ამოცანებს უწოდებთ. ჩვენ შეგვიძლია ამ მონაცემების ვიზუალიზაციაც გავაკეთოთ, სულ რაღაც 200 ჩანაწერთან გვაქვს საქმე და გაზომილების რაოდენობაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს მონაცემების ვიზუალიზაცია გავაკეთოთ ორ გაზომილებაში. და შეიძლება რაღაც ვიზუალური დასკვნებიც გავაკეთოთ. საერთოდ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ვიზუალური ინტერპრეტაცია ძალიან ლიმიტირებულია. შეიძლება ერთი რამ მოგვეჩვენოს და მონაცემებზე სხვა რაღაც გამოჩნდეს. ასე რომ ეს არის წმინდად კომუნიკაციისთვის ან ანალიზის დასაწყებად. როგორც უფრო ჩავღრმავდებით მონაცემების ანალიზს, ეს ვიზუალიზაცია მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტი არის მონაცემების შესწავლის და დასკვნების გაკეთების. შეგვიძლია Seaborn ბიბლიოთეკა დავაიმპორტოთ, Matplotlib inline ბრძანებით ეს უბრალოდ Jupyter-ს ვეუბნებით, რომ გრაფიკები აქვე გამოგვიჩინოს. და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მონაცემები პირდაპირ Pandas-ის ცხრილი, არანაირი გადაყვანა არ გვჭირდება, ჩავაწოდოთ
ფუნქციას, ამ შემთხვევაში pair plot. Pair plot უბრალოდ გულისხმობს, რომ დააწყვილებს მონაცემებს და XY გრაფიკზე დაგვიხატავს ესეთ scatter plots. ამ შემთხვევაში X-ზე ვაწვდით ეს რაც იქნება ჩვენი სვეტები, ეს არის ტელევიზია, რადიო, გაზეთი და Y ღერძზე ვაფიქსირებთ გაყიდვებს. შეგვიძლია მივუთითოთ რა ზომაში გვინდა და ასევე ძალიან ხელსაყრელი პარამეტრი აქვს kind და reg. ამ შემთხვევაში რეგრესიას გულისხმობს reg. სიბორნის დოკუმენტაციაში შეგიძლიათ იხილოთ სხვა როგორ აპროქსიმაციის გაკეთება შეუძლია. ეს არის უბრალოდ რომ წრფივ ინტერპრეტაციას, წრფივ ფუნქციას მოარგებს თითოეულ მონაცემს. ანუ იდეაში ჩვენ რასაც ვცდილობთ გავაკეთოთ ეს ამ შემთხვევაში ის იქნება უბრალოდ ორ განზომილებაზე მორგებული მარტივი წრფე, რომელიც ცდილობს ამ წერტილების აპროქსიმაციას. და მოდით შევხედოთ რა გამოგვივიდა. გვაქვს ტელევიზია, რადიო, გაზეთები. ეს წერტილების გროვა თითოეულ გრაფიკზე და ვხედავთ წრფეს, რომელიც ცდილობს ამ მონაცემების აპროქსიმაციას. რეგრესიის შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ის ფუნქცია, რომელიც მინიმალური გადახრა ექნება შემომავალი მონაცემების მიმართ. რას გულისხმობს ეს? ჩვენ თეორიულად შეგვიძლია დავთვალოთ მანძილი თითოეულ წერტილს და წრფეს შორის. ეს მანძილები ავჯამოთ. შეგვიძლია გავასაშველოთ, შეგვიძლია კვადრატული გადახრა დავთვალოთ, ამებს ჩვენ მათემატიკურად შევხედავთ. და ვიპოვოთ ისეთი ფუნქცია, სადაც ეს საშუალო გადახრა არის უმცირესი. ანუ ისეთი გრაფიკი ვიპოვოთ, რომელიც საუკეთესოდ შეძლებლის დაგვარად აღნიშნავს დამოკიდებულებას X და Y მონაცემებს შორის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ უბრალოდ წრფით გავაკეთოთ ეს. თეორიულად ჩვენ შეგვიძლია როგორც პოლინომიალური ფუნქციები გამოვიყენოთ, მაღალი ხარისხის ფუნქციები, ან შეიძლება საერთოდ წყვეტილი სხვადასხვა ტიპის ფუნქცია გამოვიყენოთ ამისთვის. დღეს ფოკუსირდებით წრფივ რეგრესიაზე, თუმცა მადლობა SKLearn ბიბლიოთეკას ჩვენ თავისუფლად ჩავანაცვლოთ ერთი მოდელი მეორეთი და სხვა მეთოდებიც მოვცადოთ. აქ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ასე თუ ისე პოზიტიური კორელაცია გვაქვს სამივე სვეტის შემთხვევაში. პოზიტიური კორელაცია ნიშნავს, რომ პროპორციულად როგორც ვზრდით ინვესტიციას თითოეულ მიმართულებაში, ასევე პოზიტიურ ტრენდს ვიღებთ გაყიდვებშიც. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ამ წრფეს თან დასდევს ესეთი ცისფერი ინტერვალი. ამას ქვია confidence interval, ანუ რამდენად გაფანტული არის მონაცემები ამა თუ იმ რეგიონში. ვხედავთ, რომ ტელევიზიაში ინვესტირებულ მარკეტინგს უფრო ნაკლები, უფრო მჭიდრო ინტერვალი აქვს. მაგალითად გაზეთებში ინვესტირებულს უფრო განიერი ინტერვალი. და მართლაც გრაფიკებს რო შევხედოთ, ტელევიზია ალბათ უფრო პირდაპირ პოზიტიურ პროპორციას იძლევა და კორელაციაც ცოტა უფრო კაფიოდ არის გამოჩენილი, ვიდრე მაგალითად გაზეთში გაკეთებული ინვესტიცია. ეს ჯერჯერობით ემთხვევა ჩვენ ინტუიციასაც. როგორც უკვე აღნიშნეთ, წრფივი რეგრესია არის უბრალოდ ესეთი წრფის მოძებნა, რომელიც მაქსიმალურად კარგად განსაზღვრავს ჩვენ მონაცემებს. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება კარგად ასახოს ამ ფუნქციამ, ზოგ შემთხვევაში ნაკლებად. მაგრამ დასწავლის მეთოდოლოგია არის იგივე. ამიტომ დავიწყებთ ასეთი მარტივი მოდელის შეფასებით. წრფეს შეგვიძლია წარმოვადგინოთ შემდეგნაირი ფუნქციით. Y უდრის beta 0 plus beta 1 x1, beta 2 x2 და ასე შემდეგ. რას აღნიშნავს თითოეული ეს? Y არის ჩვენი ფუნქციის გამომავალი მნიშვნელობა. beta 0 იქნება ამ შემთხვევაში Y ღერძის მკვეთი, ანუ თავისუფალი კოეფიციენტი. beta 1 n-მდე არის თითოეული ჩვენი ფიჩერის ან სვეტის
წონა შეიძლება ითქვას, შეიძლება კოეფიციენტი დაერქვას მათემატიკურად, სტატისტიკურად თუ ყველა დომეინი როგორც წესი თავის ტერმინოლოგიას არქმევს. მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი წრფივი ფუნქცია, რომელიც წრფივი ალგებრიდანაც შეიძლება გეცნოთ. ჩვენ შემთხვევაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ თითოეული კოეფიციენტი თავისუფალი კოეფიციენტი არ მრავლდება არც ერთ ფიჩერზე, ხოლო დანარჩენი უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ თითოეული კოეფიციენტი გამრავლებული თითოეულ სვეტის მნიშვნელობაზე ჯამდება და უკვე გვაძლევს საბოლოო მნიშვნელობას. და ეს ბეტა ცვლადები არის ზუსტად ის, რაც განსაზღვრავს ჩვენ წრფეს. ანუ როგორი დახრა იქნება, რამდენად წამსვლებული იქნება გრაფიკის სათავედან. და როგორც ხედავთ, მრავალგანზომილებიანი არის. ანუ ჩვენ კერძოდ ამ შემთხვევაში კი დავშალეთ სამ ნაწილად და რომ შეგვეფასებინა ვიზუალური წარმოდგენა გავაკეთებინა, მაგრამ არაფერი გზღუდავს იმაში, რომ ეს წრფე იყოს მრავალგანზომილებიანი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სამი ცვლადი, რომელიც არის შემომავალი ინფორმაცია და როგორც ხედავთ, უკვე ოთხუცნობიან განტოლებას ვხსნით, ასე ვთქვათ. ანუ ჩვენი დასწავლის მიზანი არის იმ კოეფიციენტების მოძებნა, სადაც ჩვენი მიღებული Y და რეალობა ახლოს არიან ერთმანეთთან. და ეს ახლოს ყოფნა ერთმანეთთან ზუსტად არის ეს შეცდომის, ანუ ცდომილების ფუნქციის შეფასებით მიღებული. ამ შემთხვევაში least square criterion დავარქვათ, ანუ უმცირესი კვადრატული გადახრა. ეს მიდგომა არის ძალიან კლასიკური, დარწმუნებული ვარ. ნასწავლი გექნებათ, შეიძლება სკოლაშიც კი. მაგრამ პრინციპი რჩება იგივე. ჩვენ შეიძლება წრფივი ფუნქციის ნაცვლად გქონდეს მეორე, მესამე, მეოთხე n განზომილების პოლინომიალი. იქაც შეიძლება მართლაც უკვე პოლინომიალურ განტოლებასთან გქონდეს შეხება. მაგრამ პრინციპი არ იცვლება იმ ხრივ, რომ ჩვენ ვეძებთ იმ წონებს და კოეფიციენტებს, რომ საუკეთესოდ შევძლოთ ფუნქციის აპროქსიმაცია. ჩვენი მაგალითისთვის შეგვიძლია x და y გავამზადოთ უკვე პანდასის საშუალებით. ეს უფრო ბეროთ უფრო ადვილად წაკითხვადი იქნება, ვიდრე NumPy მატრიცასთან მუშაობა, სადაც შეიძლება ინდექსებით ვიწევდა ამ ყველაფრის გაკეთება. პანდასის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ შეგვიძლია პირდაპირ სვეტები ავარჩიოთ მათი სახელების მიხედვით. განსაზღვროთ, რომ ჩვენი შემომავალი ინფორმაცია არის ეს სამი სვეტი, ტელევიზია, რადიო, გაზეთი. შეგვიძლია გავფილტროთ ჩვენი საწყისი მონაცემები უბრალოდ კვადრატული ფრჩხილების გამოძახებით. ეს რა თქმა უნდა შეგვიძლია ერთ ხაზშიც წარმოვიდგინოთ, ანუ ჩვენ გადავცემთ იმ სტრიქონების სიას, რომელთა არჩევაც გვინდა. და შედეგად ვიღებთ x, რომელიც არის უკვე 3/200-ზე ცხრილი, სადაც გვაქვს თითოეული რიცხვი წარმოდგენილი. და მართლა შეგვიძლია შევხედოთ ზომას 203-ზე და ამ ობიექტის ტიპი არის pandas data frame. რაც გულისხმობს პანდასის მონაცემთა ცხრილს. ძალიან გავრცელებული მონაცემების ტიპი, რომელიც ისე და ისე გვიმარტივებს მონაცემთან ურთიერთობას. Y-ად შეგვიძლია წარმოვადგინოთ sales, ანუ გაყიდვები. ეს არის მასივი, ანუ რა გაყიდვები მივიღეთ თითოეული სტრიქონისთვის. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ნახოთ, რომ ეს არის pandas series ობიექტი. series ამ შემთხვევაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ან სვეტი, ან სია მნიშვნელობების და მისი ზომაც არის 200. ისევ და ისევ შესაბამისი ზომები უნდა გქონდეს ორს შორის. თუ გახსოვთ train test split, ანუ მონაცემებს ყოფთ ორ ნაწილად, იმისთვის რომ შევძლოთ დასასწავლ სიმრავლეზე დასწავლა და მეორე დარჩენილი სიმრავლე გამოვიყენოთ შედეგის გასაზომად. თუ არ მიუთითებთ რა პროცენტზე გავყოთ დეფოლტად 75-25%-ზე იყოფა და იმედი გახსოვთ random state-ით შეგვიძლია მიუთითოთ. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გაყოფა ხდება შემთხვევითი წესით და ამ შემთხვევითობის დასაფიქსირებლად. ანუ რამდენჯერაც გავუშვებთ კოდს, თუ random state-ს დავაფიქსირებთ, ერთ და იგივე შედეგს მივიღებთ.
თითო linear regression კლასიკურად შეგვიძლია როგორც ერთ-ერთი მაგალითი განვიხილეთ, დავაიმპორტოთ sklearn ბიბლიოთეკიდან, გამოვიძახოთ fit ფუნქცია, სადაც უკვე x-train, y-train ობიექტებს გადავცემთ. იმ 153-ზე ცხრილებს, რომლებიც ახლახან შევქმნით. ეს fit ფუნქცია უკვე შეგვიქმნის მოდელს და მხოლოდ შეგვიძლია ჩავიძიოთ რა მონაცემების როგორი შედეგები მიიღო მოდელმა. ჩვენ შეგვიძლია intercept და coef, ანუ კვეთი და კოეფიციენტი ცვლადები ამოვიღოთ. ანუ მან ცადა ამ განტოლების ამოხსნა iterაციული მეთოდით. იპოვა წრფე ოღონდ მაღალგაზომილებიანი წრფე, 4-განზომილებიანი წრფე, შემდეგი კოეფიციენტებით. როგორც ხედავთ, რაღაც 2.87, 0.0 რაღაცა. ჩვენ ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც წრფე შემდეგი კოეფიციენტებით. ანუ თუ გვაქვს მაგალითად ახალი მონაცემი შემოსული, რომელიც არ ვიცით როგორ გაყიდვებთან იქნება ასოცირებული, ამ ფუნქციას ჩავაწვდით, ეს კოეფიციენტები წინასწარ დათვლილი გვაქვს და ეს მოგცემს შედეგს. მოლოდინი გვაქვს, რომ მიღებული შედეგი ახლო იქნება რეალობასთან და მოდელიც გამოგვადგება. მაგრამ როგორ შეგვიძლია ინტერპრეტაცია გავუკეთოთ? აი მაგალითად ტელევიზიის სვეტმა მიიღო კოეფიციენტი 0.0465 ასე შემდეგ. რადიო მოდნავ მეტი, გაზეთ მოდნავ ნაკლები. ეს ნიშნავს ერთეული ინვესტიცია აი ამ მედიაში როგორ რამდენი ერთეულ გაყიდვებთან არის ასოცირებული. წრფივი რეგრესიის ერთ-ერთი პლუსი ის არის, რომ ასეთ მარტივ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ დავასახელოთ, რომელი ცვლადი რა როლს თამაშობს გამომავალ შედეგზე. სამწუხაროდ, რაც უფრო გავზრდით განზომილებებს და მოდელის კომპლექსურობას, აი მომავალ ლექციაზე ნეირონულ ქსელებში დავინახავთ, ასეთი ინტერპრეტაცია უკვე ასე მარტივად აღარ ხდება. სამწუხაროდ, ხშირად მოდელი ხდება როგორც ჩავიყუთი. ჩვენ კი გვაქვს მეთოდები, რომ შევეცადოთ ამის თავის არიდება ან მინიმიზება, მაგრამ როგორც წესი, რაც უფრო რთულია მოდელი, მით უფრო გვიჭირს გავიგოთ, რატომ მივიღეთ ეს შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემებსაც შეიძლება ვიცნობდეთ, მოდელიც აგერ ჩვენ თვალწინ გაიწვრთნა ბრწყალებში, ინტერპრეტაცია ხშირად არის საკმაოდ რთული ნაწილი ჩვენი დასმული ამოცანის. ამ შემთხვევაში ჩვენი წრფივი განტოლება გვაძლევს მარტივ საშუალებას, რომ დავინახოთ დამოკიდებულება. მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მოდელი ჩვენ გვაძლევს ასოციაციურ შეხედულებას და არა გამომწვევ მიზეზს. ჩვენ თავისუფლად შეიძლება, რომ ძალიან ბევრი ცვლადი საერთოდ არ გვაქვს მონაცემებში. მაგალითად, რეგიონის პოპულაცია, რეგიონის ინტერესები, ძალიან, ანუ ეს სამი ცვლადი შეიძლება სრულიად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაყიდვების რაოდენობა კარგად განსაზღვროთ წინასწარ. და დიდი ალბათობით ასე არის ხოლმე, რომ მონაცემები არასოდეს არ არის სრული და იდეალური. ამიტომ ჩვენი მოდელით ჩვენ უფრო ასოციაციურ დამოკიდებულებას ვეძებთ, ვიდრე გამომწვევ მიზეზს. ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც სიმართლე ან ამომავალი წერტილი, ეს არის უბრალოდ მცდელობა იმ მონაცემების ნაწილით, რაც გვაქვს, შევქმნათ შეძლების დაგვარად კარგი მოდელი. მაგალითად, როგორც ხედავთ, აქ პოზიტიური კოეფიციენტი არის ყველა. ნეგატიური კოეფიციენტი მაგალითად აჩვენებდა, რომ უარყოფითი დამოკიდებულება არის ინვესტიციას და გაყიდვებს შორის და ალბათ მოგცემდა ვარაუდს, რომ სრულად არ ღირს ამ მიმართულებაში ინვესტიციის გაკეთება. ამ შემთხვევაში ვხედავთ პოზიტიურ კოეფიციენტებს. ახალი მონაცემებისთვის შეგვიძლია predict ფუნქცია გამოვიძახოთ, x ტესტი ჩავაწოდოთ, ანუ ის ჩვენი 25% მონაცემები. და შევეცადოთ გავზომოთ, რამდენად კარგი შედეგები მოგცა ამ ჩვენმა 4-განზომილებიანმა წრფებმა. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? მაგალითად, წინაზე ჩვენ კლასიფიკაციის სიზუსტისთვის accuracy გამოვიყენეთ, რაც გულისხმობს პროპორციას სწორად გამოცნობილი კლასების. რეგრესიაში ჩვენ სხვა კატეგორიის
ცდომილების ფუნქციები გვაქვს. დიდი ალბათობით ეს უმეტესობა თქვენ გეცოდინებათ. ეს არის საშუალო აბსოლუტური გადახრა, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია თუ გვაქვს ნამდვილი მონაცემები და ჩვენი predicted მონაცემები, მათ შორის სხვაობა დავთვალოთ, მოდული, მათი ჯამი და საშუალო. ანუ საშუალოდ რამდენად აცდენილი არის ერთი მეორესგან. მაგალითად შეგვიძლია ვნახოთ, რომ ჩვენი ამოცანის შემთხვევაში რიცხვს, რასაც ვიღებთ, არის 10. ჩვენ შეგვიძლია კვადრატული სხვაობა, საშუალო კვადრატული გადახრა გავზრდოთ. ესეც დიდი ალბათობით გეცოდინება სტატისტიკიდან, სხვაობების კვადრატს ვთვლით და მათ ვასაშუალებთ. ამ შემთხვევაში ეს მეტრიკა შეიძლება ცოტა უკეთესი იყოს იმ კუთხით, რომ დიდ დაშორებებს კიდევ უფრო მკაცრად აფასებს. ანუ სხვაობა რაც უფრო დიდია, კვადრატი მით უფრო აღემატება და ჯამური ესეთი საშუალო გადახრაც მატულობს. როგორც წესი, ეს უფრო გამოყენებადი შეფასების ფუნქცია არის იმისთვის, რომ უფრო მკაცრად დავაჯარიმოთ დიდი შეცდომები, ვიდრე პატარა შეცდომები. და root mean squared error, RMSE, კიდევ უფრო ფართოდ გამოყენებული არის ზუსტად იგივე ფუნქცია, რაც წინაზე ვნახეთ, ეს არის საშუალო კვადრატული გადახრის ფესვი. ერთ-ერთი მიზეზი რისთვისაც ფესვსაც ვამატებთ, რომ მისი ინტერპრეტაცია უფრო ადვილი არის. ის რაც აქამდე კვადრატების ჯამი ვითვალეთ, მაგის ფესვს ვითვლით, ანუ საშუალოდ მოველით, რომ პლუს მინუს 12,000-ით ცდარი იქნება ჩვენი გაყიდვების შედეგი. ან მაგალითად ჩვენმა მოდელმა თქვა, რომ მაგალითად დავაინვესტირებთ რაღაც თანხას ტელევიზიაში, რადიოში და გაზეთების რეკლამაში, შედეგად მივიღებთ 50,000 გაყიდვებს. ამ შემთხვევაში ამ მოდელით მოველით, რომ პლუს მინუს 12,000-ით ავწდებით. რამდენად კარგია თუ ცუდია, უკვე ეგ ბიზნესმა შეუძლია გადაწყვიტოს. ეს სათამაშო მონაცემებზე იყო, ჩვენ შეგვიძლია ჩვენ რეალურ ჩატვირთულ მონაცემებზეც იგივე დავთვალოთ ფესვი, საშუალო კვადრატული გადახრიდან, მივიღეთ 1,4, ანუ 1400 პლუს მინუს. ალბათ კარგი არის, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე მივდივართ product owner-თან და ველაპარაკებით ამის შესახებ. თორე ინტერპრეტაცია უკვე რეალურ სამყაროსთან შედის კონტაქტში. მაგრამ რას გვაძლევს, რის საშუალებას გვაძლევს ასეთი მეტრიკები. ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ერთი მოდელი უკეთესია თუ მეორე. აი მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შევამავალი მონაცემებიდან საერთოდ ამოვაგდოთ გაზეთები, დავტოვოთ ხოლმე ტელევიზია, რადიო, გავაკეთოთ ზუსტად იგივე ოპერაცია და დავთვალოთ ბოლოს ისევ აი ეს საშუალო კვადრატული გადახრის ფესვი. მივიღეთ 1,38. ოდნავ უფრო მცირე, ანუ ამ შემთხვევაში შეცდომის მინიმიზებას ვცდილობთ, ანუ რაც უფრო ნაკლებია, მით უკეთესია. ამ რიცხვის მინიმიზება არის ჩვენი მიზანი. რეალურად გამოვიდა, რომ გაზეთების ინვესტიციას თუ საერთოდ არც კი განვიხილავთ, ასე თუ ისე უკეთეს აპროქსიმაციას ვაკეთებთ. ანუ ჩვენმა შეფასების ფუნქციამ უკვე იმის საშუალება მოგვცა, რომ არა მარტო მოდელის ჰიპერპარამეტრები გავასწოროთ, არამედ ის შევამავალი მონაცემები გავფილტროთ საჭიროების და მიხედვით. ანუ რეალურად ჩვენ მივიღეთ, რომ ალბათ საბოლოოდ ჯობია, რომ ეს მონაცემები საერთოდ ამოვიღოთ და ოდნავ უკეთესი შედეგიც მივიღოთ. ეს ისევ და ისევ გვაჩვენებს, რომ ისევ მონაცემი კარნახობს რა არის სწორი და არასწორი და ასევე ჩვენს ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, რომ ეს მონაცემები იყოს დამოუკიდებელი. ანუ ეს მონაცემი არ გამოვიყენოთ დასწავლაში, ეს იყოს ცალკე მდგომი მონაცემი, რომელიც უკვე უფრო ობიექტურად შეაფასებს ჩვენი მოდელის და გადაწყვეტილებების სისწორეს. კი ბატონო, ამით მე-6 ფაილი და წრფივი რეგრესია ჩავამთავრეთ, შეგვიძლია გადავიდეთ მე-7 ფაილზე, რომელსაც cross validation ქვია, cross validation. Cross validation-ს რაც შეეხება. ჩვენ აქამდე განვიხილეთ train test split, ანუ სადაც მონაცემებს ორად ყოფდით და ვაფასებდით მოდელის პერფორმანსს აი იმ
მოჭრილი ნაწილით. თუმცა ჩვენ როგორც გვახსოვს, ამ ოპერაციაში რაღაც შემთხვევითობა მონაწილეობს. ანუ რაღაც შემთხვევით ვჭრით მონაცემს ორ ნაწილად და დარჩენილ ნაწილს ვუყურებთ როგორც ობიექტურ რეალობას. რაც შეიძლება არ იყოს იდეალური რიგ შემთხვევებში. ამ შემთხვევაში გვაქვს k-fold cross-ვალიდაცია მიდგომა, რომ მონაცემის, ასე ვთქვათ, დაქუცმაცება შევძლოთ უფრო ობიექტურად და გამოვრიცხოთ შემთხვევითი გადახრები ჩვენ შეფასებაში. Cross validation-ის პლუსი ის არის, რომ როგორც train test split-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ მოდელის პარამეტრების შერჩევაში, შეგვიძლია მოდელების შერჩევაში გამოვიყენოთ, შეგვიძლია შრომავალი სვეტების გადაწყვეტაშიც გამოვიყენოთ. ზუსტად ისევე როგორც train test split და რიგი გაუმჯობესებებიც მოყვება ამას. ახლა განვიხილავთ ამას კოდის მაგალითზე. იდეაში ჩვენი ეს მთელი ოპერაციების მიზანი არის ის, რომ გამოვყოთ რაღაც მონაცემები მოდელის შესაფასებლად და გასაწვრთნელად, რომ თავი ავარიდოთ overfitting-ს, შეგახსენებთ overfitting-ი ხდება მაშინ, როდესაც ზედმეტად კომპლექსური მოდელი კი ჩვენ მონაცემებზე კარგ შედეგს გვაძლევს, მაგრამ იგივე შედეგს ვეღარ ვიღებთ ახალ მონაცემებზე. ანუ მოდელის გენერალიზაცია არ ემთხვევა ჩვენ მოლოდინს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დასწავლა overfit მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამის თავის ასარიდებლად ჩვენ ზუსტად ვიყენებთ აი ამ სტრატეგიებს, რომ ობიექტურად შევძლოთ მოდელის შეფასება. აი მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ პირველი კლასიფიკაციის მაგალითის ამოცანა, ზუსტად იგივე ყვავილების კლასიფიკაცია და თუ გახსოვთ train test split მეთოდში გქონდა random state რაღაცა. ჩვენ შეგვიძლია ამ მეთოდით გავყოთ მონაცემი, გავწვრთნათ კლასიფიკატორი, მივიღოთ accuracy score და ეს იქნება რაღაც რიცხვი 97.36. მაგრამ საკმარისია ეს 4 შევცვალოთ რაღაც სხვა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გაშვებული უნდა გქონდეს. საკმარისია random state შევცვალოთ რაღაც სხვა რიცხვით, ანუ ეს შემთხვევითი გაჭრა შეიცვალოს და უკვე შედეგს ვიღებთ 94-ს. შეიძლება კიდე შევცვალოთ თავიდან გავუშვათ და შედეგი ამჯერად მივიღეთ 1. და შეიძლება სულტყვილად ავტეხოთ ზეიმი, რომ იდეალური მოდელი გვაქვს. იმისთვის რომ თავი ავარიდოთ აი ამ შემთხვევითმა მონაცემების დაყოფამ, რომ შეცდომაში არ შეგვიყვანოს, მაგისთვის არის k-fold cross-ვალიდაციაც მოფიქრებული. K-fold cross-ვალიდაცია იდეაში არაფერ თულს არ წარმოადგენს, ზუსტად ისევე ვაკეთებთ მონაცემების დაყოფას, ნაწილი ტრეინინგს მოხმარდება, ნაწილი ტესტირებას. ოღონ ამ შემთხვევაში ჩვენ მონაცემს არა ერთხელ გავჭრით, არამედ k რაოდენობაჯერ. ანუ ამ ნაჭრებს ამოვიღებთ თითოეულ ჯერზე. თითოეული ჯერისთვის გაიწვრთნება ახალი მოდელი, შეფასდება უკვე ახალი ნაჭრით და აი ამ მიღებულ შედეგებს გავასაშუალებთ. ანუ ჩვენ ვცდილობთ, რომ ობიექტურობა შემოვიტანოთ აი ამ დანაწილებაში, k რაოდენობაჯერ დავყოთ მონაცემს, თითოეულისთვის დავთვლით მეტრიკის ოდენობას, იქნება ეს accuracy მეტრიკი, იქნება ეს საშუალო კვადრატული გადახრა ნებისმიერის. და შემდეგ ვაკეთებთ მის გასაშუალებას. ეს გვაძლევს ბევრად უფრო ობიექტურ თელმონაცემზე გავრცელებულ შეფასებას. მინუსი ის გახლავთ, რომ როგორც ხედავთ, უკვე k რაოდენობაჯერ უნდა გავაკეთოთ ეს ოპერაცია და მეტრიკების წინასწარ უნდა გქონდეს გასასრული. რომ ამ თითოეულ გადავლაზე შევძლოთ მისი გამოთვლა, გასაშუალება და შეფასება. მაგალითისთვის შეგვიძლია ასეთი რაღაც გავაკეთოთ. შევქმნათ მონაცემი, მაგალითად მასივი 0-დან 24-მდე და გავაკეთოთ მისი k-fold cross-ვალიდაცია 5-ჯერ. Shuffle false. Shuffle false გულისხმობს, რომ აჩეხვას არ ჩაურევთ შუაში. ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ვიზუალიზაცია შევძლოთ.
და მართლაც ეს ხუთ მაგი კროს ვალიდაცია რომ გადავატაროთ ჩვენ მონაცემებზე, დავინახავთ რომ ყოველ დაყოფაზე ვიღებთ მაგალითად 0-დან 4 და 5-დან 24-მდე დაყოფა იქნება პირველ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში უკვე 5-დან 9 აღმოჩნდება ამოჭრილი დანარჩენი მონაცემებიდან და ასე შემდეგ. ანუ 5 იტერაცია გვაქვს ჩვენი მონაცემების. შეგვიძლია თითოეული გავატაროთ ჩვენი მოდელის წვრთნაში და შედეგად მივიღოთ არა accuracy, არამედ cross accuracy. რაც მოლოდინი გვაქვს რომ უფრო ობიექტური იქნება. საბედნიეროდ ამ ყველაფრის იმპლემენტაცია ჩვენ არ გვიწევს. შეგვიძლია უბრალოდ cross val score დავაიმპორტოთ scikit-learn-ისგან. ის მოელის პარამეტრებს ჩვენ მოდელს, რომელსაც ვწვრთნით, x და y მონაცემებს, როგორც ხედავთ, აქ არა გაყოფილს ვიყენებთ, არამედ მთლიანს. მოლოდინია რომ ის თვითონ დაყოფს ამას კა რაოდენობაჯერ, ამ შემთხვევაში ვუთითებთ 10-ს. და სურს accuracy მეტრიკის ამოღება თითოეული იტერაციისთვის. შედეგად მივიღებთ 10 რიცხვს, რომელიც არის თითოეული იტერაციისთვის მიღებული შედეგი და შეგვიძლია მისი საშუალო დავთვალოთ. მივიღებთ 96.6 განმეორებით. ეს უფრო ობიექტურ შეფასებას გვაძლევს და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო თავდაჯერებული ვიყოთ ამ რიცხვის სისწორეში. და არ ვიყოთ დამოკიდებული, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული შემთხვევითობის ფაქტორზე ამ მონაცემების დაყოფაში. იგივენაირად როგორც ჩვენ წინაზე გამოვიყენეთ ერთჯერადი დაყოფა და ვიპოვეთ ოპტიმალური KNN ალგორითმის K პარამეტრი, ზუსტად იგივენაირად შეგვიძლია cross val score-იც გამოვიყენოთ. ისევ და ისევ შეგვიძლია ავარჩიოთ ამ ამოცანისთვის, რომელი პარამეტრი არის უფრო ზუსტი. ჩვენ შეგვიძლია ISK გადავატაროთ მაგალითად რაღაც ინტერვალში, თითოეულისთვის დავთვალოთ cross validation score, მივიღებთ მასივს, ისევ და ისევ და შეგვიძლია ეს მასივიც დავხატოთ გრაფიკზე. თუ გახსოვთ ჩვენი წინა გრაფიკი, იქაც მსგავსი სიტუაცია იყო, ჩვენ კიდურა ნიშნულობებში ვიღებდით ნაკლებ შედეგს და შუაში იყო ინტერვალი, სადაც ოპტიმალურად უკეთეს შედეგებს ხედავდით. წინაზე თუ გახსოვთ, ჩვენმა კროს ვალიდაციამ გითხრა, რომ 5-11-ის რაიონში ავარჩიოთ პარამეტრიო, ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ შეგვიძლია თუ არ ვწდები ეს 13 არის, ეს შედეგი მაგ პარამეტრის გამოყენებით შეგვიძლია 98% სიზუსტეს მოველოდოთ. ეს ისევ და ისევ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიპოვოთ ოპტიმალური პარამეტრები ჩვენი მოდელისთვის. ვხედავთ, რომ რამდენიმე მნიშვნელობას შეუძლია ამ ოპტიმალური პერფორმანსის მიღწევა. ამ შემთხვევაში, ამ მარტივი მაგალითის შემთხვევაში შეგვიძლია ნებისმიერი ამათგანი გამოვიყენოთ. და მართლაც შეგვიძლია ავიღოთ ერთ-ერთი 20, დავთვალოთ საშუალო მაჩვენებელი თითოეული დაყოფისთვის და მივიღოთ 98%. რაც საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო თავდაჯერებული ვიყოთ შედეგში. კარგი ის არის, რომ ჩვენ იგივე მიდგომა შეგვიძლია სხვა ტიპის მოდელებსაც გამოვიყენოთ. მაგალითად, ლოჯისტიკური რეგრესია ასე ქვია, მაგრამ შეგვიძლია კლასიფიკაციისთვისაც და რეგრესიისთვისაც გამოვიყენოთ ეს მოდელები. შეგვიძლია დავთვალოთ პერფორმანსი, ნახოთ, რომ მაგალითად ის ამ შემთხვევაში ვიღებთ 97% პერფორმანსს. ანუ KNN კლასიფაიერი ამ შემთხვევაში ოდნავ უფრო ოპტიმალური აღმოჩნდა. ხო, ჩვენ გვახსოვს, რომ წინა მაგალითზე რეგრესიის ამოცანაში გაზეთის შემომავალი ინფორმაცია საერთოდ ამოვიღეთ და უკეთესი შედეგიც მივიღეთ. ზუსტად ყველაფერი იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კროს ვალიდაციის საშუალებითაც. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი რაც განსხვავდება, რომ ჩვენ წინაზე ვაკეთებდით train test splits და ვიღებდით მეტრიკას საბოლოოდ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება რიგი შედეგების თითოეული ნაწილისთვის და მისი საშუალო შეგვიძლია დავთვალოთ.
და შეგვიძლია მივუთითოთ, რომ accuracy-ს ნაცვლად დაგვითვალოს mean squared error. ერთი თავისებურება არის, რომ ჩვენ აქ უარყოფით რიცხვებს დავინახავთ. Cross validation თავიდანვე ისე არის შექმნილი, რომ ცდილობს მეტრიკის მაქსიმიზაციას. და ამიტომ ჩვენ რიცხობრივი შეცდომის გამოყენებაც რო შევძლოთ, სადაც თუ გახსოვთ, მინიმიზაცია იყო ჩვენი მიზანი. ხრიქს მიმართავენ, რომ უბრალოდ უარყოფით მნიშვნელობებს აძლევენ და უარყოფითში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება ის, რაც დადებითში ყველაზე დაბალია. ამ ხრიკით შეუძლიათ მიაღწიონ, რომ cross validation-ის score შეგვიძლია როგორც რეგრესიას მოვახმაროთ, ისე კლასიფიკაციას მოვახმაროთ და იგივე შედეგს მივიღებთ. ინტერპრეტაციისთვის და თვალსაჩინოებისთვის უბრალოდ უნდა გახსოვდეს, რომ ამ მნიშვნელობების შეტრიალება დაგვჭირდება. შედეგად მივიღეთ აი ესეთი 10 მეტრიკა, რომელიდან შეგვიძლია ფესვიც ამოვიღოთ და გავასაშუალოთ. ამ შემთხვევაში 1.69 მივიღოთ. და მართლაც შეგვიძლია ეს ყველაფერი გავიმეოროთ უკვე გაზეთის გარეშე ჩვენ მონაცემებში და მივიღოთ 1.67. ანუ ოდნავ გაუმჯობესებას აქაც ვხედავთ. ანუ cross validation-ს დაგვიდასტურა, რომ მართლაც ჯობს ერთი ეს გაზეთების მონაცემი საერთოდ ამოვიღოთ მოდელირებით. რამდენიმე მიდგომა არსებობს cross validation-ის, ასე ვთქვათ, გასაუმჯობესებლად. ერთი მთავარი პლუსი, რასაც გვაძლევს, როგორც უკვე აღნიშნე, შემთხვევით მონაცემის დაანწილებისგან გვიცავს. იმიტომ რომ ჩვენ ამ დაანწილებას ვაკეთებთ ბევრჯერ და ვასაშუალოებთ შედეგს, რეალურად ვამცირებთ აი ამ შემთხვევითობის ფაქტორს ჩვენ გაზომვებში. ასევე არსებობს ჰიბრიდული მიდგომა, როდესაც train test split-საც ვაკეთებთ და cross validation-საც, მაგალითად შეიძლება 10% მოვაჭროთ ჩვენ მონაცემებს, დარჩენილ 90-ზე უკვე ეს დანაწილების იტერაციები ჩავატაროთ და ბოლო მორჩენილი 10% ისევ მაგაზეც გავზომოთ. ასე რომ ამ ორი მიდგომის ერთად გამოყენება შეიძლება. ერთმანეთს არ გამორიცხავ. და როგორც დავინახეთ, ერთსაც და მეორესაც შეუძლია დაგვეხმარონ, რომ მონაცემები გავფილტროთ, ოპტიმალურ feature მატრიცამდე მივიდეთ და მოდელის პარამეტრებიც გვიკარნახოს როგორი ჯობია. მაგრამ როგორც ხედავთ, ეს ჩვენი პროცესი საკმაოდ მანუალურია. ანუ ერთს ვაკლებთ, ანუ ჩვენი სუბიექტური შეფასებით ვფიქრობთ რა ამოვაკლოთ, შევხედოთ რიცხვებს. საბედნიეროდ scikit-learn შეუძლია ამ ყველაფრის ავტომატიზაცია, ფაქტობრივად ერთი ბრძანებით ბევრი კომბინაციის ცდა და თვითონ შეგვატყობინებს რა არის საუკეთესო ამ მონაცემისთვის. ამისთვის გადავიდეთ მერვე ფაილზე, რომელსაც grid search ქვია. ახლა ჩვენ იდეაში უკვე ავტომატური ML-ის თემას ვუახლოვდებით, სადაც ჩვენ უბრალოდ მონაცემი უნდა მივაწოდოთ და რისი აპროქსიმაცია გვინდა. იდეაში ყველა გადაწყვეტილება თეორიულად თუ მონაცემი საკმარისი გვაქვს და საკმარისად სანდო მონაცემებია, უკვე ალგორითმს შეუძლია ამის გაკეთება. შეუძლია ამოაკლოს ფიჩერები, ნახოს რომელი სიმრავლეა ოპტიმალური. შეუძლია, როგორც დავინახეთ, პარამეტრები, მოდელის პარამეტრები აკონტროლოს და გვაჩვენოს რომელი არის უფრო სანდო და ობიექტური. ანუ თეორიულად ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ მონაცემი მივცეთ კოდს და ის უკვე მოგცემს მოდელს. თეორიულად არც უნდა დაგვჭირდეს არანაირი ჩარევა და ასეთი მაგიური AutoML გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ scikit-learn-ის მაგალითზე ვნახავთ ამას, მაგრამ AutoML pipeline-ები თითქმის ყველა cloud provider-ს აქვს, იქნება ეს AWS-ი, იქნება ეს Azure-ი ან ნებისმიერი სხვა. თითქმის ყველას აქვს ესეთი საშუალება, რომ მივაწვით მონაცემს და ის კლასიკურ მანქანის დასწავლის ალგორითმებს ყველას მიაყრის და ნახავს რომელია ოპტიმალური. ახლა ჩვენ შეგვიძლია იმისთვის რომ უფრო ახლოს გავიგოთ როგორ ვაკონტროლოთ ესეთი გარემო, ამ ყველაფერს scikit-learn-ის საშუალებით გავაკეთებთ. ხო, მოდით პატარა შესვენებაც გავაკეთოთ და თუ რამე კითხვები არის, ვეცდები გიპასუხოთ. სანამ აი ამას ყველაფერს შევუდგებით. რომელი საათი გვაქვს?
ამასობაში მაინტერესებს ჩვენი გამოკითხვის შედეგებიც. აჰა. თუ გაინტერესებთ, ანუ 29-71-ზე არის განაწილება, 29%-ს უკვე დაწყებული აქვს ტექნიკური შესრულება ამოცანის, რაც ძალიან სასიხარულოა. ვინც ცოტა გვიან დაგვესწარით, იმათვის ვიტყვი, რომ ჩვენი კურსის მეორე ნახევარში ალბათ დავნიშნავთ დროს თითოეულ გუნდთან, სადაც შეგვეძლება ამ ტექნიკურ ამოცანაზე უფრო კონკრეტულად გავისაუბროთ, შევაფასოთ, იქნებ რაღაც რჩევებიც მოგცეთ, იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ტექნიკური ამოცანის ან გადაწყვეტაში, ან წინ წაწევაში. ამ დროების შესახებ ბექა დაგიკავშირდება აუცილებლად, ალბათ იქნება ჩვენი კურსის მე-6 კვირაზე, რაც ერთ თვეში არის უხეშად. კი ბატონო. კარგით, გავაგრძელოთ მაშინ ჩვენი ავტომატური pipeline-ის შეფასება და შესწავლა. ხო, კროს-ვალიდაცია როგორც ვნახეთ, ობიექტურობას მატებს ჩვენ შეფასებას, თუმცა სანაცვლოდ აქამდე თუ ერთხელ ვაკეთებდით მოდელის გაწვრთნას, მას შემდეგ უკვე k რაოდენობაჯერ უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ეს გამოთვლების ხრივ უფრო ძვირი დაგვიждდება, თუმცა სანაცვლოდ ვიღებთ უფრო ობიექტურ შეფასებას. ჩვენ შეგვიძლია რახან კლასიფიკაციის ამოცანაზე განვიხილოთ, ისევ ჩავთვალოთ ჩვენი ყვავილის კლასიფიკაციის ამოცანა, ისევ გავწვრთნათ ჩვენი ყველასთვის ნაცნობი KNN კლასიფაიერი, შევაფასოთ კროს-ვალიდაციის მიერ, ეს ასე ვთქვათ, უფრო შეხსენებისთვის არის აქ ჩამატებული. ნახოთ, რომ საშუალოდ ვიღებთ 96.6 განმეორებით შედეგ სიზუსტეს. და ასევე ჩვენ შეგვეძლო ეს k კოეფიციენტი KNN კლასიფაიერის შემთხვევაში, ანუ როგორც ხედავთ, k კოეფიციენტი გვაქვს როგორც მოდელის პარამეტრი, ასევე გვაქვს როგორც კროს-ვალიდაციის პარამეტრი. ეს ორი სხვადასხვა რამ არის, ალბათ მაგიტომაც scikit-learn-ში ამ ორ პარამეტრს სხვადასხვა სახელი დაარქვეს, CV და neighbors, რომ ნაკლებად აგვერიოს. და როგორც ეს გრაფიკი გახსოვთ, სხვადასხვა სიმრავლე მონაცემებისთვის გვაჩვენა უკეთესად და ნაკლებად კარგი მოდელების შედეგები. ამ ყველაფრის ავტომატიზაცია შეგვიძლია რამდენიმე მეთოდით. ერთ-ერთი, რომელსაც scikit-learn-ი გვაწვდის, ქვია grid search CV. CV ამ შემთხვევაში კროს-ვალიდაციას გულისხმობს. Grid search რას ნიშნავს, ახლავე ვნახავთ. ანუ ჩვენ იდეაში რასაც აქამდე ჩვენი, ასე ვთქვათ, for ციკლებით ვცდილობდით, ეს ყველაფერი უკვე ჩაშენებული არის scikit-learn-ში, შეგვიძლია ავტომატურად გამოვიძახოთ. უბრალოდ უთხრათ, რა სიმრავლე პარამეტრები გვინდა რომ ცადოს და ის ამ პარამეტრებს თვითონ მოარგებს და თვითონ გვეტყვის საბოლოოდ რომელი კომბინაცია იყო საუკეთესო შედეგის მატარებელი. ამის მისაღწევად sklearn model selection grid search CV ფუნქცია შეგვიძლია დავაიმპორტოთ. შევთანხმდეთ რა სიმრავლე მოდელის პარამეტრები გვინდა რომ განვიხილოთ, მაგალითად 1-დან 31-მდე. შევქმნათ ესეთი dictionary, ანუ hash map-ი სხვადასხვა ენაში არის უბრალოდ მონაცემთა სტრუქტურა, სადაც გვაქვს მონაცემის გასაღები, ამ შემთხვევაში neighbors და სია, რა პარამეტრების ცდა გვინდა ამ დასწავლისთვის. ჩვენ შეგვიძლია grid search CV-ს ჩავაწოდოთ ჩვენი მოდელი, რომელიც ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რა პარამეტრი აქვს გადაცემული, თვითონ ახალ პარამეტრს ჩააწვდის. ანუ უბრალოდ მივცემთ ამ dictionary-ს, ის თავისით ჩააწვდის ახალ მნიშვნელობას, 10 მაგი კროს-ვალიდაციით გაწვრთნის მოდელს და accuracy მეტრიკას გამოიყენებს საუკეთესოს გამოსავლენად.
ანუ ხედავთ ხო, იგივე ოპერაციებს აკეთებს, რასაც აქამდე შვებოდით, უბრალოდ უფრო ავტომატურ დონეზე და ჩვენ შეგვიძლია უკვე სია ჩავაწოდოთ პარამეტრების. ჩვენ შემდეგ ვნახავთ, შეგვიძლია ეს სია გავზარდოთ, ახალი სიმრავლეები დავამატოთ, მაგ შემთხვევაში ყველა კომბინაციას მოცდის 10 მაგ კროს ვალიდაციას გააკეთებს, ანუ თითოეული კომბინაციისთვის კიდე 10 წვრთნას ჩაატარებს, ანუ ხედავთ ხო, კომბინაციების რაოდენობა შეიძლება საკმაოდ გაიზარდოს. მაგალითისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ თუ გვაქვს 30 პარამეტრი მოსაძებნი, თითოეულისთვის 10 წვრთნის ოპერაცია ჩატარდება, 300 შედეგს ვიღებთ. ჩვენ შეიძლება სხვა პარამეტრიც ჩავამატოთ აქ, იქაც ის თავის კომბინაციებს დაამატებს. უკვე ასეულობით წყალებში განტოლების ამოხსნას ვაკეთებთ ერთი ფუნქციის გაშვებით. იმისთვის რომ ამის პერფორმანსი ასე თუ ისე გაპარალელება მოვახდინოთ და კომპიუტერის პროცესორის ყველა ბირთვი გამოვიყენოთ, ერთი პარამეტრი აქვს number of jobs. შეგვიძლია -1 მივუთითოთ, -1 რატო ეს იდეაში ნიშნავს ყველა რაც გაქვს. შეგვიძლია მივუთითოთ პროცესორის რამდენი ქორი გამოიყენოს ამ ბევრი ოპერაციის ჩასატარებლად. პროცესორს უფრო დატვირთავს, მაგრამ შედეგს უფრო ჩქარადაც მივიღებთ. ჩვენ შეგვიძლია უკვე grid search CV ობიექტზე, ამ შემთხვევაში grid დავარქვით, უკვე მასზე გამოვიძახოთ fit ფუნქცია. აქამდე თუ ჩვენ მოდელის ობიექტზე ვიძახებდით fit, ახლა უკვე grid search CV-ზე ვიძახებთ. ეს ამ ყველა კომბინაციას მოცდის, შედარებით ძიმე ოპერაცია, თუ ხედავთ 1.1 წამი დაჭირდა, შედარებით ბევრია ასეთი პატარა მონაცემებისთვის. რა თქმა უნდა, მონაცემები როგორც გაგვეზრდება, უფრო უნდა გავითვალისწინოთ რამდენად სად არის ჩვენი სისტემა ამის გასაკეთებლად. და შეგვიძლია ვნახოთ ის ოპტიმალური კლასიფიკატორი, რომელიც იპოვა ჩვენმა ავტომატურმა ძებნამ და მისი პარამეტრები. კარგი ის არის, რომ ეს ყველაფერი შეგვიძლია ცხრილად წარმოვადგინოთ. იგივე პანდასი გამოვიყენოთ, დავიხმაროთ, რომ grid-ის CV results პარამეტრს, ატრიბუტს შეგვიძლია ჩავწვდეთ. ჩვენთვის საინტერესო სვეტები დავაწყოთ და ვნახოთ. და მაგალითად ხედავთ, რომ საშუალო მეტრიკა თითოეული კომბინაციისთვის. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ ცვლადს ვაკონტროლებთ, შემდეგში ვცდით რამდენიმეს. და ვხედავთ, რომ თითოეული შემომავალი მოდელის პარამეტრისთვის გვაქვს შესაბამისი საშუალო შედეგი და სტანდარტული გადახრა. იმის გამო, რომ ჩვენ კროს ვალიდაციაზე საშუალოს ვითვლით, ასევე შეგვიძლია საშუალო სტანდარტულიც დავთვალოთ. ამ შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები გვაქვს მით უკეთესია, ესე იგი უფრო სტაბილურ პერფორმანსს ვიღებთ მონაცემების სხვადასხვა ნაწილზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ჩვენ შეგვიძლია მაქსიმუმიც გავაკეთოთ, მინიმუმიც და ასე შემდეგ. ან უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ grid scores, აქვს უკვე თვითონ გვაწვის საუკეთესო მოდელს და საუკეთესო შედეგს, რომელსაც შეძლო და მიაღწია. ჩვენ ეს მონაცემები რო გრაფიკს დავხატოთ, ძალიან მსგავს გრაფიკს მივიღებთ, რაც აქამდე დავინახეთ, უბრალოდ რაც აქამდე, ასე ვთქვათ, ჩვენით loops ვატრიალებდით და ვცდილობდით KNN-ისთვის მოგვერგო, აქ უკვე ეს ყველაფერი ავტომატურად მოხდა და რიგი მოდელები გავწვდით. რომ გავიგოთ რა იყო საუკეთესო შედეგი ამ ძებნის შედეგად, რა იყო საუკეთესო პარამეტრები და რა არის საუკეთესო მოდელი, შეგვიძლია ეს პროპერტიები გამოვიძახოთ. Best score, best params, best estimator. შედეგად ვიღებთ 98%-იან შედეგს, როდესაც n neighbors იყო 13, ამ შემთხვევაში KNN კლასიფაიერის მოდელზე. ეს იმიტომ არის ცალკე ფიგურირებული, რომ ჩვენ თეორიულად არა მარტო ერთი ტიპის მოდელი, შეგვიძლია რამდენიმე ტიპის მოდელი ვწოდოთ. და რეალურად შეიძლება ამ ძებნამ გამოიღოს შედეგი, რომ KNN კლასიფაიერი კი არა, შეიძლება სხვა მოდელი ჯობდეს. მაგალითსაც დღეს განვიხილავთ, თუ დრომ უფლება მოგცა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ იგივე ოპერაცია შევძელით უფრო ავტომატურ დონეზე ჩაგვეტარებინა, საუკეთესო შედეგი მიგვიღო შეძლების დაგვარად და პარამეტრებიც ვიცით რა გვჭირდება ამის მისაღწევად.
როგორც გითხარით, ეს ყველაფერი შეგვიძლია არა მარტო K-range-ის დაფიქსირებით, არამედ სხვა მოდელის პარამეტრებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ. მაგალითად, KNN classifier-ის ასევე ერთ-ერთი პარამეტრი არის შეწონვის ოპშენები, ანუ ვარიანტები. თქვენ შეგიძლიათ თითოეული მოდელისთვის თუ რა პარამეტრები აქვთ და რომლები არის ნაცადი და საუკეთესო scikit-learn-ის დოკუმენტაციაში ნახოთ. ყოველი ფაილის ბოლოს მაქვს წყაროები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ რა პარამეტრები არის თითოეული მოდელისთვის სახასიათო. ყველა კომბინაციას რა თქმა უნდა ვერ დავფარავთ, მაგრამ ვცდილობთ რომ ძირითად პრინციპს გავუგოთ, რომ შემდეგ უკვე დოკუმენტაციაც ჩვენთვის იყოს გამოსადეგი და ღირებულების მომცემი. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ახალი დიქშნერი ავაწყოთ და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ K-range მივუთითოთ 1-დან 31-მდე, არამედ შეგვიძლია weight options უკვე ხედავთ ეს არის ტექსტი uniform and distance. Uniform ნიშნავს თუ გახსოვთ KNN classifier როგორ მუშაობს, წერტილის გარშემო ეძებს K რაოდენობის მეზობელს. Uniform ნიშნავს რომ მიუხედავად იმისა ეს მეზობელი ჩვენგან შორს არის თუ ახლოს განვიხილავთ ერთნაირად ვასაშუალოებთ. Distance მიდგომა ნიშნავს რომ ახლო მეზობელს მეტი წონა აქვს საშუალოს გამოთვლაში, შორ მეზობელს ნაკლები წონა აქვს საშუალოს გამოთვლაში. რომელი ჯობია? არ ვიცით. ზუსტად ამიტომ ვიყენებთ ამ grid search მიდგომას, რომ ეს თითოეული კომბინაცია მოვცადოთ და თვითონ მონაცემებმა გვიკარნახონ რა ჯობია ჩვენი ამოცანისთვის. წინაზე დიქშნერში თუ ქონდა ერთი გასაღები n neighbors და SIA პარამეტრების, ამ შემთხვევაში ვხედავთ რომ გვაქვს მეორე kids დიქშნერში, რომელიც არის წონები, ეს ისევ არის SIA შესაძლო პარამეტრების uniform distance. დანარჩენი ხდება ზუსტად იგივენაირად. ვიძახებთ grid search CV class, ვაწვდით ჩვენი მოდელის ობიექტს, აი ამ დიქშნერის, რომელიც უკვე შეიცავს ამ კომბინაციებს, რომელიც უნდა მოძებნოს, ისევ და ისევ ვუთითებთ cross ვალიდაციის class, ამ შემთხვევაში ads და მეტრიკას, რომელიც უნდა აკონტროლოს. ამ ყველაფერს ისევ და ისევ გადაატარებს. წინაზე ჩვენ თუ ქონდა რომ მხოლოდ ერთი პარამეტრი იყო ჩვენ შედეგის რეპორტში, ახლა უკვე ორს ვხედავთ. და ეს გვაძლევს უკვე საშუალებას ორი პარამეტრი გავასწოროთ რა, ოპტიმალური ორი პარამეტრი ვიპოვოთ მოდელისთვის. გაგვიმართლა და uniform-ი, რომელიც დეფოლტია, ჯერ კიდევ საუკეთესოა და 98 ჯერ კიდევ საუკეთესო მაჩვენებელი არის ამ მონაცემებზე. და ჩვენმა grid search-მა ეს დაგვიდასტურა. ახლა მაგალითად ვიპოვეთ ეს მოდელი, როგორ უნდა ვქნათ რომ ეს მოდელი გამოვიყენოთ. ერთი საშუალება არის რომ რა თქმა უნდა, კი, ჩვენ შეგვიძლია ახალი მოდელი შევქმნათ, ეს 13 და uniform-ი ჩვენით ჩავაწოდოთ, fit და predict გამოვიძახოთ, მაგრამ საბედნიეროდ ეს ყველაფერი საჭირო არ არის. ჩვენ grid ობიექტზე უკვე გვაქვს predict ფუნქცია და თუ ჩვენ ჩავაწვდით რაღაც ახალ მონაცემს, ის უკვე ავტომატურად გამოიყენებს საუკეთესო მოდელს, საუკეთესო წონებით, ყველაფერი მოგვარებულია. ანუ ჩვენ აქამდე რაც ჭირდებოდა ყველაფრის დათვლა, აკინძვა და ყველაფერი, ჩვენ იდეაში დავიყვანეთ აი ამ ორ ხაზამდე. მართალია, ახლა უკეთ გვესმის რა ხდება ამ ორი ხაზის უკან, ანუ ავტომატური ემელი არ არის აუცილებელი იყოს ბრმა ემელი, ზუსტად გვესმის რას აკეთებს ეს ორი ხაზი. მაგრამ თეორიულად ჩვენ რა ვქენით? უბრალოდ განსაზღვრეთ მოდელი, მივეცით მონაცემები და დანარჩენი თვითონ ქნა ყველაფერი. ანუ მოდელი გაწვრთნა, შედეგები მოგწვა. რა მინუსები აქვს grid search? Grid search როგორც ნახეთ, ყველა კომბინაციას ცდის და ამ კომბინაციების რაოდენობა შეიძლება ძალიან მაღალი აღმოჩნდეს. და არაპრაქტიკული იყოს გამოთვლაში, როდესაც დიდ მონაცემებთან გვაქვს შეხება. ამისთვის არსებობს რამდენიმე მიდგომა, ერთ-ერთი არის randomized search CV-ს გამოყენება. ყველაფერი არის ზუსტად იგივე, მაგრამ აქამდე თუ ჩვენ ყველა კომბინაციას ვწდიდით, ახლა ვწდით შემთხვევითად აღებულ კომბინაციებს. რაც გვიმცირებს computational requirements-ებს, ანუ ნაკლები დრო და გამოთვლა დაგვჭირდება
მაგრამ რა თქმა უნდა, უკვე ცოტა ბედის ფაქტორი შემოგვაქვს ისევ, რომ იმეც ვიტოვებთ, რომ პარამეტრებს, რომელსაც ის იპოვის, არის თუ არა მართლაც საუკეთესო. შეგვიძლია randomized search CV, ისევ და ისევ დავაიმპორტოთ model selection package-დან. ყველაფერი პარამეტრი, რასაც გადავცემთ, არის ზუსტად იგივე, რაც გვემატება, ეს არის iterაციების რაოდენობა, ანუ რამდენი შემთხვევითი კომბინაცია ამოიღოს ჩვენი ძებნის სიმრავლიდან და როგორც კი შემთხვევითობა შემოდის ჩვენ ფაქტორებში, შემოდის ახალი პარამეტრი, რომელიც არის random state. ისევ და ისევ შეგიძლიათ არ მიუთითოთ, მაგრამ თუ მიუთითებთ და კონკრეტულ რიცხვს ჩააწოდებთ, ეს შემთხვევითობა იქნება განმეორებითი. ანუ რამდენჯერაც გავუშვებთ კოდს, ერთ და იგივე შედეგს მიიღებთ. შეგვიძლია მაგალითად ზუსტად იგივე დასწავლა გავუშვათ ჩვენ მონაცემებზე. აქამდე თუ ჩვენ უზარმაზარი სია გქონდა კომბინაციების, ახლა მხოლოდ 10-ს ვიღებთ და მათ შორის საუკეთესო შეგვიძლია ავარჩიოთ. ამ შემთხვევაში ცოტა გაგვიმართლა, ისევ 98%-ს მივაგენით, ოდნავ სხვა პარამეტრებით, მაგრამ grid search-მაც დაგვიდასტურა, რომ 98 მართლაც საუკეთესო, რასაც შეგვიძლია მივაღწიოთ. ხო, როგორც ხედავთ, აქ ეს 10 ფაქტორი უნდა რა არის ოპტიმალური რაოდენობა ამის მოსაძებნად, აქ უკვე უნდა გავითვალისწინოთ მონაცემების ზომა, თითოეული დასწავლა რამდენ დროს გვართმევს, რამდენი საშუალება გვაქვს, რაც უფრო დიდია ეს რიცხვი, რა თქმა უნდა, შანსიც მატულობს, რომ ოპტიმალურ პარამეტრებს ვიპოვეთ. აი მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია იგივე ეს ოპერაცია გამოვიძახოთ რამდენჯერმე და ვნახოთ, როგორ საუკეთესო თუ რამდენ შემთხვევაში იპოვის საუკეთესო შედეგს. აი მაგალითად, შეგვიძლია 20 ჯერ გავუშვათ ერთ და იგივე ოპერაცია, ვნახავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში 98-ს მართლაც პოულობს. უბრალოდ აი რაღაც შემთხვევებში შეიძლება არ გაგვიმართლოს და ვერ იპოვოს ეგეთი პარამეტრების კომბინაცია. აი მაგალითად 97-3. ნაკლები თუ გვაქვს სადმე. არა. ну ეს ამ შემთხვევაში. როგორც ხედავთ, რაღაც ბედის ფაქტორი შემოდის. და რაც ჩემი აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ამ ჩვენი მოდელის შენახვა. ის რაც ამდენი ვათვლევინეთ და ოპტიმალური შედეგი მივიღეთ, როგორ შეგვიძლია შევინახოთ ფაილში, რომ მომავალში გამოვიყენოთ. აქ რამდენიმე საშუალება არსებობს, როგორც Python-ის pickle package შეგვიძლია გამოვიყენოთ, ისე სხვაებიც. მაგრამ მე გირჩევთ, აი ესეთი შინაური ექსპერიმენტებისთვის ძალზედ გამოსადეგი არის joblib ბიბლიოთეკა. მისი დაინსტალირებაც უკვე ამ პროექტის requirement ფაილებში არის და რო გავუშვათ ეს ბიბლიოთეკაც თქვენ გექნებათ. ჩვენ მას აქვს dump და load ფუნქციები და შეგვიძლია უბრალოდ აი grid-ის best estimator, ანუ ჩვენი საუკეთესო მოდელი რაც გაგვაჩნია, შევინახოთ ფაილში. ამ შემთხვევაში დავარქვათ რაც გვინდა, მაგალითად ჩვენი საუკეთესო მოდელი და შევინახოთ. და მართლაც ხედავთ, რომ აი ჩვენი საუკეთესო მოდელი შევინახეთ. მომავალში ან სხვა კოდიდან, ან სხვა საერთოდ სხვა გარემოდან შეგვიძლია ჩავტვირთოთ ეს ჩვენი საუკეთესო მოდელი, გადავცეთ რაღაც შემომავალი ცვლადები და მართლაც მივიღოთ, რომ პირველ კლასს ეკუთვნის ჩვენი predict შედეგი. კი ბატონო, ეს არის AutoML, რაც მინდოდა რომ განგვეხილო. შემდეგი უკვე შეგვიძლია გადავიდეთ მე-9 notebook-ზე, classification metrics. ჩვენ აქამდე, როგორც გახსოვთ, საშუალო კვადრატული გადახრა განვიხილეთ, მისი ფესვი, რაც გამოსადეგი ფუნქცია არის რეგრესიის შესაფასებლად. კლასიფიკაციის შესაფასებლად აქამდე ვიყენებდით მხოლოდ accuracy, რაც იდეაში მხოლოდ იმას გვაჩვენებს, ჩვენი ნაციონალწარმოებელები კლასებიდან რა პროცენტი შეესაბამება რეალობას. მაგრამ კლასიფიკაცია საკმაოდ რთული ამოცანა არის და რიგ შემთხვევებში შეიძლება accuracy მეტრიკამ მოგვატყოს. ახლა ნახავთ რა შემთხვევებში შეიძლება იყოს ასე.
და თუ ასე არის სხვა რა მეტრიკები არსებობს მოდელის შესაფასებლად. ანუ აქამდე რასაც ვიყენებდით ჩვენი OTML-ის ძებნისთვის თუ გახსოვთ accuracy მეტრიკას ვუთითებდით, რომ ეს გამოიყენე მოდელების შესადარებლად. რეალურად სხვა მეტრიკებიც არსებობს იგივეს მისაღწევად. და ამ თავში განვიხილავთ რა მეტრიკები არსებობს. ამ თავში ასევე განვიხილავთ confusion matrix, ანუ კლასიფიკაციისთვის დამახასიათებელ კიდევ ერთ შეფასების მეთოდს. Classification threshold, ანუ როგორ შეგვიძლია ჩვენი კლასიფიკატორის შედეგები ვაკონტროლოთ და გრძნობიარობა შევუცვალოთ, ამასაც ვნახავთ რა არის. ROC curve, ანუ receiver characteristic ამ ყველაფერს განვიხილავთ, ანუ კიდევ ერთი მეტრიკის სახეობა, რომელიც შეგვიძლია კლასიფიკაციის ამოცანას მოვარგოთ. ხო, როგორც ვამბობდი, ჩვენ შეფასების რამდენიმე მეთოდი განვიხილეთ. აქამდე ეს იყო train test split-ი, k-fold cross-ვალიდაცია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ხედავდით, რომ რაღაც მეტრიკით უნდა შეგვეფასებინა egg იტერაცია, რასაც მერე უკვე ვიყენებდით გასაშუალებებისთვის და შეფასებისთვის. აქამდე რაც განვიხილეთ, ეს იყო accuracy მეტრიკა, შესახსენებლად ჩვენ შეგვიძლია აი ესეთი პატარა მონაცემებს გავეცნოთ. ამ შემთხვევაში ეს არის ისევ და ისევ კლასიფიკაციის ამოცანა. აქამდე თუ კლასიფიკაციის ამოცანა ქონდა ყვავილების ქვეკლასების მოძებნა, რაც 3 კლასს მოიცავდა შედეგებში, ამ შემთხვევაში გვექნება ბინარული კლასიფიკაციის ამოცანა. ბინარული კლასიფიკაცია მოიცავს, რომ ჩვენი მეთოდის პასუხი იქნება კი ან არა. და ახლა გავეცნობთ მონაცემებს, რომ ნახოთ რის აპროქსიმაციას ვცდილობთ. ეს მონაცემები არის დიაბეტის პაციენტების ისტორიული მონაცემები. ეს publicly available dataset-ი არის. Kaggle-ზე შეგიძლიათ იხილოთ. შეგვიძლია აი მოკლედ გავეცნოთ, ალბათ აქ უფრო მოსახერხებელი იქნება. შეგვიძლია მაგალითად გავეცნოთ რა როგორ მონაცემებთან გვაქვს შეხება. Kaggle თუ არ გსმენიათ, ეს არის მანქანური დასწავლის შეჯიბრების საიტი, სადაც მონაცემებიც არის, სხვადასხვა ტუტორიალებიც არის და სხვადასხვა შეჯიბრებებიც არის. ანუ ქვეყნდება ხოლმე მონაცემები, იწვრთნება მოდელები, ნახულობენ რომელი ჯობია და ასე შემდეგ რაღაც პრიზებიც არის. ძალიან პოპულარული იყო 2016-17 წლებში, როცა მთელი ბუმი იყო ალგორითმების, რამდენიმე ალგორითმი წმინდად Kaggle-ისთვის შეიქმნა და მართლაც კარგ შედეგებს მიაღწიეს. ამ შემთხვევაში ამ მონაცემებისთვის ჩვენ გვაქვს სვეტი მაგალითად ორსულობების რაოდენობა პაციენტისგან, პლაზმაში გლუკოზის შემადგენლობა, წნევა, მაგალითად კანის სისქე. კანის სისქე ამ შემთხვევაში ეს არის ცხიმის პროცენტულობის პროქსი, ასე ვთქვათ, ანუ პირდაპირ ცხიმის პროცენტულობის დათვა რთული არის, მაგრამ ის ახლო კორელაციაში არის კანის სისქის გაზომვასთან, რომელიც ბევრად უფრო ადვილია. 2 საათის შემდეგ ინსულინის განაზომი სისხლში, სხეულის მასის ინდექსი, რაღაც ფუნქცია, ასაკი. ყოველ შემთხვევაში ვხედავთ, რომ სხვადასხვა ტიპის მონაცემები გვაქვს. ზოგი მთელი, ზოგი float, ანუ აწილადი რიცხვები და საბოლოო შედეგი გვაქვს 0 ან 1. 0 ამ შემთხვევაში პაციენტი არ არის დიაბეტით დაავადებული, 1 ამ შემთხვევაში პაციენტი არის დიაბეტით დაავადებული. ასეთი ამოცანებს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ბინარული კლასიფიკაციის ამოცანები გვქვია. ჩვენ ეს მონაცემები შეგვიძლია ისევ პანდასის მიერ ჩავტვირთოთ. ნახოთ, რომ მართლაც შეესაბამება იმას, რაც ვიხილეთ, ეს თითოეული სტრიქონი, საბოლოო label, ანუ ის საბოლოო ფუნქცია არის აპროქსიმაციასაც ვცდილობთ. და ჩვენ რის გაკეთება შეგვიძლია. თეზისი ასეთია, შეგვიძლია თუ არა დიაბეტის
წინასწარ თქმა, თუ ვიცით, აი ეს შემომავალი მონაცემები. დავუშვათ მოგვაწოდეს ასაკი, რაღაც კოეფიციენტი აქვს იმის მიერ დათვლილი, სხეულის მასის ინდექსი, ინსულინი, ასე შემდეგ, რაც გავიარეთ. და ჰიპოთეზა გვაქვს, რომ არის თუ არა აი ამ შემომავალი ინფორმაციით საშუალება იმის, რომ გავაკეთოთ დიაბეტის დიაგნოზი. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია ავარჩიოთ რიგი შემომავალი სვეტების. ამ შემთხვევაში სიმარტივისთვის შეგვიძლია train test split გაყოფა გავაკეთოთ. მოდელი მოვარგოთ ამ ყველაფერს და accuracy scores შევხედოთ, რასაც აქამდე უყურებდით. ეს ყველაფერი რო გავაკეთოთ დიდი ცვლილების და ყველაფრის გარეშე, default-ად ვიღებთ 79%-ს. მაგრამ 79% შეიძლება ერთი კუთხით კარგი მოგეჩვენოს, მეორე კუთხით შეიძლება ცუდი მოგეჩვენოს. რას უნდა შევადაროთ? რა უნდა იყოს მოლოდინი? ამისთვის აქ არსებობს ცნება null accuracy, რაც გულისხმობს შევადაროთ ეს ჩვენი კლასიფიკატორი ყველაზე უგუნურ კლასიფიკატორს, რომელიც აი მაგალითად ყველა შემთხვევაზე იძახის, რომ პაციენტს დიაბეტი არ აქვს. ანუ ეს არის მთელი მოდელი, აქვს თუ არა პაციენტს დიაბეტი? არა, არ აქვს. მაგალითად ესეთი უგუნური მოდელი. და მას შევადაროთ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ჩვენ მონაცემებში ნოლების, ანუ დიაბეტით დაავადებულების და არ დაავადებულების განაწილება თანაბარი არ არის. ჩვენ გვაქვს 130-62-ზე განაწილება. და პროცენტი რო დავთვალოთ ერთი კლასის მიმართ ჯამისადმი, დავინახოთ 32%-ს. ან ერთი რო გამოვაკლოთ ამ ყველაფრიდან 67%-ს. ანუ გამოდის, რომ ყველაზე უგუნური მოდელითაც კი ჩვენ 67% შედეგსაც დავდებდით. და ამიტომ ჩვენი 79% დიდად გაუმჯობესებას არ გვაძლევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ accuracy-მ ცდარი არა, მაგრამ ინტერპრეტაციისთვის არასაკმარისი შედეგი მოგცა. და ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მიზნობრივი ფუნქციის განაწილება არ არის თანაბარი. ამიტომ, როდესაც ჩვენ ასეთი შედეგი გვაქვს და განაწილება არ გვაქვს თანაბარი, რაც ძირითად ცხოვრებაში, რეალობაში ასე ხდება ხოლმე, თანაბრად განაწილებელ კლასები თითქმის არასოდეს არ ხდება ბუნებაში, accuracy შეიძლება იყოს მატყუარა მაჩვენებელი. ზუსტად ამიტომ არის, რომ აი სხვა მაჩვენებლებიც მოგვიწია, რომ მოგვეფიქრებინ. და ახლა მათ განვიხილავთ, რები არის ისინი. აქ ფორმულისთვის მაქვს მოცემული, აი მაგალითად ბინარული კლასიფიკაციისთვის შეგიძლიათ აი ეს ბრძანება გამოიძახოთ, რომელიც მოგცემს null accuracy-ს ამ კლასისთვის. თუ ბევრკლასიან კლასიფიკატორის შეფასებას ვთვლილობთ, აი ეს ფუნქცია შეგიძლიათ გამოიძახოთ. საბოლოოდ აკეთებს მხოლოდ იმას, ყველაზე პრიმიტიული კლასიფიკაციით, რა სიზუსტეს მივიღებთ. ამ შემთხვევაში ამ მონაცემებისთვის ეს არის 67.7%. ახლა შეგვიძლია უფრო ღრმად ჩავეძიოთ ამოცანას და გავიგოთ სხვა რა მეტრიკები შეგვიძლია გამოვიყვანოთ აქედან. მაგალითად, ეს არის ნამდვილი მონაცემების კლასები. შეგახსენებთ, ერთი არის პაციენტი, რომელსაც დიაბეტი მართლაც აქვს, 0 არ აქვს. და predicted massive არის ჩვენ მიერ ნაციონალწარმეტყველების შედეგი. ჩვენი პირვანდელი მოდელით. მართლაც ვხედავთ, რომ ბევრ შემთხვევებში არ ემთხვევიან. ხშირად გვაქვს შედეგი, როდესაც რეალობა არის, რომ პაციენტს აქვს დიაბეტი და ჩვენ ვერ პოულობთ ამას. არის რიგი შემთხვევები, როდესაც პაციენტს არ აქვს დიაბეტი და ჩვენი მოდელი აცხადებს, რომ აქვს. როგორც ხედავთ, რამდენიმე კლასის სწორი და არასწორი არსებობს. ახლა ზუსტად ამეების შესაფასებლად გამოიყენება ეს დამატებითი მეტრიკები. Confusion matrix არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ვაფასებთ აი ამ ნოლების და ერთების თანხვედრას. ანუ y გვერდზე გვაქვს რეალობა, რეალურად 0, რეალურად 1, x ღერძზე გვაქვს ჩვენი მოდელის შედეგი 0 და მოდელის შედეგი 1. და შეგვიძლია დავთვალოთ თითოეული ამ წყვილისთვის რამდენი შედეგი შესაბამება აი ამ წყვილს. ამ confusion matrix-ის, როგორც ხედავთ, 2-2-ზე არის ამ შემთხვევაში, რადგან ბინარულ კლასიფიკაციასთან გვაქვს შეხება.
როდესაც გვაქვს n კლასიფიკაციის ამოცანასთან შეხება n-ზე მატრიცას ვიღებთ. სადაც მთავარ დიაგონალზე რიცხვები არის შედეგები, სადაც მოდელის ნაწილსწარმეტყველები მართლაც ემთხვევა რეალობას და უკვე არამთავარ დიაგონალზე გვაქვს ის შემთხვევები, სადაც არ ემთხვევიან. და ვიღებთ ესეთ განაწილებას 118, 12, 47, 15. თითოეულ ამ უჯრას აქვს თავისი სახელი, true positives, ანუ true ნიშნავს, რომ ჩვენ სწორად ვიწინასწარმეტყველეთ პოზიტიური შემთხვევა, ამ შემთხვევაში ეს არის 15, true positives, მათი რაოდენობაა 15. True negatives, ანუ ჩვენ სწორად ვიწინასწარმეტყველეთ უარყოფითი კლასი 118 რიგ შემთხვევაში. False positive, ანუ ჩვენ თქვით, რომ შედეგი უნდა იყოს დადებითი, მაგრამ რეალობა იყო უარყოფითი, ამ შემთხვევაში ეს არის 12. False positive-ები ძალიან გავრცელებული შეფასების მეტრიკა არის. აკადემიაში და მედიცინაში ამას პირველი ტიპის შეცდომებს უწოდებენ. და false negative-ები, რაც უკვე ეს 47 არის, ანუ სადაც ჩვენმა კლასიფიკატორმა იწინასწარმეტყველა რო არ არის დიაბეტი, რეალობაში კი იყო. და ჩვენ ხედავთ ესეთი გადანაწილება გვაქვს რიცხვების. ბევრი მეტრიკა შეგვიძლია გამოვთვალოთ აქედან. იგივე accuracy, რასაც აქამდე ვითვლიდით, ეს არის უბრალოდ მთავარი დიაგონალის ჯამი შეფარდებული ყველაფრის ჯამთან. კი, ერთი მხრივ ეს შეიძლება იყოს გამოსადეგი მაჩვენებელი, როდესაც კლასები დაბალანსებულია, ხოლო როდესაც კლასები დაბალანსებული არ არის, გვიწევს უკვე სხვა მეტრიკების გამოყენება. ჩვენ ასევე შეგვიძლია თითოეული სვეტის და სტრიქონის ჯამების დათვლა. ეს უბრალოდ დაგვეხმარება სხვა მეტრიკების გამოთვლაში. და ასეთი კლასიფიკაციის მეტრიკა არის ბევრი. მაგალითად classification error, ანუ misclassification rate, რომელიც შემდეგი ფუნქციით გამოითვლება. ამ შემთხვევაში FP false positive, FN false negative და მაგ ყველაფრის ჯამი. ანუ იდეაში შეფარდება არამთავარი დიაგონალის და ყველაფრის ჯამი. ანუ ჯამში რამდენი კლასიფიკაცია იყო არასწორი. ამ შემთხვევაში ვიღებთ 30.7. Sensitivity, ანუ გრძნობიალობა მოდელის. გამოითვლება შემდეგი ფორმულით, ანუ როგორც ხედავთ, იგივე confusion მატრიცის მაჩვენებლებს ვიყენებთ. ამ შემთხვევაში sensitivity-ის მანქანური დასწავლის და პროგრამირების მხრივ უფრო ეძახიან recall. Sensitivity უფრო გამოიყენება აკადემიურ ტერმინოლოგიაში, თუმცა ზუსტად ერთ-იგივეს აღნიშნავს. ანუ იდეაში ჩვენ რამდენი value-ც არის დადებითი, მათგან რამდენი პროცენტი ვიპოვეთ სწორად. შემდეგი მეტრიკა specificity, ანუ როდესაც რეალობა არის ნეგატიური, რამდენ შემთხვევაში ჩვენი მოდელი იყო სწორი, მაგ შემთხვევაში ვხედავთ 90% შემთხვევაში. False positive rate, როდესაც რეალობა იყო ნეგატიური, რამდენ შემთხვევაში იყო ჩვენი მოდელი არასწორი. ამ შემთხვევაში ვიღებთ 9%. Precision, ანუ ამ შემთხვევაში რამდენ ზუსტი არის მოდელი. და F1 სკორი. F1 სკორი არის ერთ-ერთი მთავარი მეტრიკა accuracy-ის მერე, რომელიც გამოიყენება არადაბალანსებული კლასების შესაფასებლად. მისი ფორმულა არის მოდით ბეტას ადგილას ახლა უბრალოდ ერთიანი წარმოვიდგინოთ, რაც ნიშნავს, რომ ფორმულა იქნება ორი გამრავლებული precision recall-ის ნამრავლზე, შეფარდებული precision და recall-ის ჯამზე. და ჩვენი მოდელისთვის F1 სკორი რო გამოვთვალოთ, ვიღებთ 58% აქ უკვე აღარ ეთქვის. 58 ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, უფრო ობიექტური შემფასებელია, როდესაც ჩვენი კლასები არადაბალანსებულია და accuracy-ზე უფრო პესიმისტურ, მაგრამ უფრო რეალურ სურათს გვიხატავს. F1 სკორი იმით ხასიათდება, რომ precision და recall მაჩვენებელს თანაბრად უყურებს. რიგ შემთხვევებში ბიზნესისთვის შეიძლება precision და recall შეცდომებს ერთ-იგივე ფასი არ ქონდეთ.
აი მაგალითისთვის იმეილის სპამის მოდელირებას ვცდილობთ. False positive იქნებოდა, როდესაც კარგ იმეილს ჩავაგდებთ სპამის ფოლდერში, false negative იქნებოდა, როდესაც სპამი გაძვრა ფილტრში და მოგვივიდა. რომელი არის უფრო უარესი? ამაზე პასუხს უკვე როგორც წესი ბიზნესი გვაძლევს. რიგ შემთხვევებში false positive-ის ფასი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე false negative-ის და შესაბამისად F1 სკორის ნაცვლად გამოვიყენებთ F0.5-ს, F0.25-ს, ან ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია შევწონოთ precision-ი უფრო მკაცრად. ან პირიქით შეგვიძლია recall-ის მხარეს შევწონოთ. ერთი ამ შემთხვევაში არის დაბალანსებულად უყურებს ორივეს და harmonic mean ქვია, ანუ harmonious საშუალოს გვაძლევს ამ ორი მეტრიკის. და F1 სკორი, F1 როგორც წესი, ბევრად უფრო სტაბილურ შედეგს იძლევა დაუბალანსებელი კლასების შემთხვევაში. ეს არის რაც მინდოდა კლასიფიკაციის მეტრიკებზე მეთქვა, თუმცა ეს სულ არ არის. კლასიფიკაციის მეტრიკები არსებობს ძალიან ბევრნაირი, ათასნაირად შეიძლება მათი კომბინაციის შეცვლა, გამოთვლა, ამოცანას გააჩნია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძირითადები მიმოვიხილეთ. სხვათა შორის precision და recall ძალიან აქტიურად გამოიყენება დიდ ენობრივ მოდელებში და მათ არქიტექტურაშიც. იდეაში ყველგან სადაც ვცდილობთ რაღაცის კლასიფიკაციას, precision recall ყოველთვის შეგვხვდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური მაჩვენებლები ჩვენი კლასიფიკატორის წარმატების. და კიდე ერთი თემა, რაც მინდოდა განმეხილა, ეს არის კლასიფიკაციის threshold, ანუ ზღურბლი. ჩვენ მოდელი, როდესაც გავწვდენთ, გახსოვთ, რომ კოეფიციენტები გამოვთვალეთ თითოეული შეუმავალი ცვლადისთვის. და რეალურად ეგ პოლინომიალი რო დავთვალოთ, შედეგად მივიღებთ არა 0-ს და 1-ს კლასიფიკაციის, არამედ რაღაც ალბათობას. შემდეგ უკვე ეს ალბათობა გადის ზღურბლს, რაც დეფოლტად 0.5 არის ხოლმე. და მხოლოდ შემდეგ ენიჭება მას კლასი ან 0, ან 1, ან უარყოფითი ან დადებითი. მაგალითად ჩვენ მოდელში შეგვიძლია ჩავხედოთ, რომ predict-ი გვაძლევს 0 და 1 კლასების შედეგს, მაგრამ ასევე გვაქვს მეთოდი predict probe A, ანუ probability, ანუ ალბათობები. და ამ შემთხვევაში გვაძლევს ალბათობების მასივს. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ X, სადაც ჩვენ 0-ის კლასიფიკაცია მოვახდინეთ, 0-ის ალბათობა იყო, მაგალითად, აქ 63 36-ის წინააღმდეგ. მეორე შემთხვევაში ეს იყო 71 28-ის წინააღმდეგ. ანუ გარდა კლასებისა, ჩვენ უკვე შემოგვდის იდეა, რამდენად დარწმუნებულია მოდელი ამა თუ იმ შედეგში. ანუ ალბათობაც გვაქვს რეალურად ფაქტორი. და ამ შემთხვევაში დეფოლტად განიხილება 0.5 არის ზღვარი. თუ ალბათობა 0.5-ს ცდება, ჩვენ მაგ შემთხვევაში განსაზღვრავთ, რომელ კლასს მიეკუთვნება გამომავალი შედეგი. თუმცა ეს 0.5 არის დეფოლტი. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიღოთ სხვა ზღურბლის მნიშვნელობა და მაგის მიხედვით განსაზღვროთ, რომელ კლასს ეკუთვნის ესა თუ ის ფუნქციის შედეგი. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს ალბათობების მასივი. აი გრაფიკის სახით შეგვიძლია წარმოვადგინოთ. შეგვიძლია აი ჰისტოგრამის საშუალებით შევხედოთ, რომელი ალბათობები არის უფრო ხშირი ჩვენ შედეგში. ნახავთ, რომ აი 0.2-ზე ვიღებთ მწვერვალს და რომ წარმოვიდგინოთ, აი 0.5-ზე რო გავავლოთ ხაზი, ყველაფერი რაც ამ ხაზის მარჯვნივ არის, ჩდება კლას 1-ში, ანუ პაციენტს აქვს დიაბეტი, ყველაფერი რაც ზღურბლს მარცხნივ არის, ჩდება კლას 0-ში, ანუ პაციენტს არ აქვს დიაბეტი. და როგორც ხედავთ, ჩვენი ზღურბლი ეს პირობითი არის 0.5, თავისუფლად შეგვიძლია ვაკონტროლოთ რა მნიშვნელობა მივანიჭოთ. მაგისთვის ჩვენ შეგვიძლია აი binarize, ანუ ორად დაყოფის ფუნქცია გამოვიყენოთ. ჩავაწოდოთ ალბათობები და ახალი ზღურბლის მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში 0.3. და შეიძლება აი ახალი კლასების სიმრავლე მივიღოთ, რომელიც განსხვავდება ჩვენი პირვანდელი შედეგისგან. ისმის შეკითხვა, რომელი არის უკეთესი, პირველი თუ მეორე?
ორივესთვის შეგვიძლია confusion matrix-ი გამოვთვალოთ. ვხედავთ ასეთ შედეგს. ორივესთვის შეგვიძლია უბრალოდ შეგვიძლია გამოვთვალოთ sensitivity და specificity ამ ორი მიდგომისთვის. ანუ ხედავთ რომ sensitivity იყო 0.24 და გავხადეთ 74, ანუ გავზარდეთ. ხოლო specificity გქონდა 0.91, გახდა 61, შევამცირეთ. ანუ როგორც ხედავთ, ზღურბლის ცვლილებით ერთს ვიგებთ და მეორეს ვაგებთ. და მანდ უკვე ისმის შეკითხვა, რომელი უფრო გვაწყობს, რომელი ნაკლებად გვაწყობს. და როგორც ხედავთ, ჩვენ როგორც არ უნდა ვაკონტროლოთ ეს ზღურბლი, ჯამური კლასიფიკაციის პერფორმანსი მაინც არ გვეცვლება. ანუ ერთი მატულობს, მეორე კლებულობს. ზუსტად ამისთვის არსებობს ROC მეტრიკა, receiver characteristic curve, რაც იდეაში ზუსტად ამ გრაფიკს გვიხატავს, აი ამ დაცვლითი კურსის გრაფიკს გვიხატავს. და ეს გრაფიკი რო დავხატოთ, მივიღებთ აი ასეთ სურათს. სადაც x ღერძზე გვაქვს false positive rate და y ღერძზე გვაქვს true positive rate. და ჩვენ ვხედავთ, რომ თითოეული ამ მნიშვნელობისთვის ვიღებთ ოდნავ განსხვავებულ საბოლოო შედეგს. 0.5 ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დიაგონალი წარმოვიდგინოთ ამ კვადრატში. რა დაშორებითაც აი შუაში 0.5-ზე რაც იქნებოდა, რა დაშორებაც გვაქვს აი ამ გრაფიკამდე აი მაგდენად უკვე უკეთეს შედეგს ვიღებთ და როდესაც ზღურბლს ვცვლით, რეალურად აი ამ დიაგონალზე მოძრაობთ ზევით ქვევით. ტრის მიხედვითაც ვცვლით ერთს მეორეს. აქედან ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ფართობი დავთვალოთ აი ამ მრუდის ქვეშ არსებული გრაფიკის ფართობი დავთვალოთ და იქ იქნება ჩვენი კლასიფიკატორის საბოლოო შეფასება შედეგი. იმიტომ რომ იდეალურ კლასიფიკატორს ეს გრაფიკი აქვს ზუსტად მიბჯენილი ზედა და მარცხენა ღერძებზე. და ფართობი, რომელსაც ის შემოწერს, იქნება ზუსტად ერთის ტოლი. ამ შემთხვევაში ფართობი, რომელსაც ის შემოწერს, არის ერთზე ნაკლები, ანუ იდეალური კლასიფიკატორი არ გვაქვს ბუნებრივია და შეგვიძლია ამ ფართობის დათვლა. ამას ქვია AUC, ანუ area under the curve. მაგის დათვლა შეგვიძლია უკვე პირდაპირ scikit-learn-ის მიხედვით. ანუ მაგალითად შეგვიძლია ფუნქცია შევქმნათ evaluate threshold, ჩვენ ვეუბნებით ზღურბლს და ის თვითონ გვითვლის sensitivity-ს და specificity-ს. 0.5-ზე ასეთ შედეგებს ვიღებთ, 0.3-ზე ასეთ შედეგებს ვიღებთ. და იმისთვის რომ ჩვენი ასე ვთქვათ ჯამური შემაჯამებელი შედეგი მივიღოთ, შეგვიძლია მეტრიკებიდან ROC-AUC score შემოვიტანოთ, ამ შემთხვევაში area under the curve და მივიღოთ 72.4. AUC არის ასეთი გამოსადეგის შემაჯამებელი საბოლოო რიცხვი კლასიფიკატორი მოდელებისთვის. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ზღურბლს როგორ გავაკონტროლებთ, AUC მაინც ერთი და იგივე რჩება. და AUC ძალიან გამოსადეგია, როდესაც high class imbalance გვაქვს. ანუ არადაბალანსებული არის ჩვენი შემომავალი მონაცემები. კარგი ის არის, რომ ეს ყველაფერი შეგვიძლია cross ვალიდაციაზეც გამოვთვალოთ, ანუ აქამდე თუ accuracy-ს უთითებდით, შეგვიძლია ROC, ROC, AUC მივუთითოთ. ყოველი იტერაციისთვის გამოთვლის აი ამ ფუნქციის ქვეშ ფართობს და მათ საშუალოს გამოგვიტანს. ანუ აქამდე რაც ვიღებდით accuracy-ს გასაშუალებულს, რაც პოტენციურად შეიძლება მატყუარა იყოს, ROC AUC-ის შემთხვევაში უფრო სანდო შედეგს ვიღებთ. კი ბატონო, ამით მეტრიკებზე დავასრულეთ და თუ დრო გვექნება, მინდა მე-10 ნოუთბუქსაც გადავუაროთ, სადაც scikit-learn-ის უფრო ახალი მეთოდოლოგია გამოიყენება. რაც აქამდე ვნახეთ, ეს ყველაფერი ისევ და ისევ მუშაობს, უბრალოდ არის ოდნავ მოძველებული მიდგომა. scikit-learn-ი მას მერე რამდენჯერმე შეიცვალა, ახალი ფუნქციები დაამატეს და მინდა გაჩვენოთ pipeline-ის მაგალითი. ანუ ჩვენ scikit-learn-ში უკვე შეგვიძლია მთელი pipeline-ი ავაწყოთ. Pipeline-ი რას გულისხმობს, რომ ჩვენ
მონაცემები შეიძლება რაღაც ისეთ სახით ქონდეს მოცემული, რაც ჩვენ მოდელისთვის გადასაცემად ჯერ მზად არ არის. მაგალითად, შეიძლება შემომავალი მონაცემი იყოს არა რიცხვი, არამედ კატეგორია, რომელსაც ჯერ რაღაც რიცხობრივი ოპერაცია უნდა ჩაუტაროთ. შეიძლება რაღაც მონაცემები უბრალოდ გვაკლდეს და შევსება ჭირდებოდეთ, ან ამოგდება. ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაც pre-processing და post-processing გვაქვს მოდელის გარშემო. Pipeline ზუსტად გვეხმარება, რომ ეს ყველაფერი ჯაჭვში ავაწყოთ და შემომავალზე ქონდეს ჩვენი უმი მონაცემი, თავის ტექსტით, თავის სხვადასხვა ტიპის ცვლადით და გამოსავალზე მივიღოთ უკვე საბოლოო შედეგი. ამ pipeline-ში მოიაზრება, რომ მონაცემის pre-processing-საც ვაკეთებთ, მოდელირებასაც ვაკეთებთ, იქნება ეს grid search-ით, random search-ით, ანუ ავტომატური მეთოდებით. და post-processing-იც თუ გჭირდება, შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მოდელმა თუ მაგალითად თქვა ერთი რას ნიშნავს? ერთი ნიშნავს რაღაც კლასს. შეგვიძლია კლასის სახელი შემოვიტანოთ ისევ და მოდელის გამოსავალი ახლა უკვე ტექსტი იქნება. შეიძლება ალბათობა იყოს ან ნებისმიერ რაღაც. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოდელს pre და post-processing საშუალება დავამატოთ. ეს არის pipeline-ი. კარგი ის არის, რომ pipeline-ის შენახვაც შეგვიძლია, ანუ რეალურად ეს უფრო მოდელზე კიდევ უფრო მეტ მოქნილობას გვაძლევს მონაცემების გასატარებლად. თეორიულად ჩვენ pre-processing-ში შეგვიძლია სურათის დამუშავებაც გქონდეს, შუაში მოდელი, სურათის ან ტექსტის და შემდეგ უკვე გამოსასვლელი კლასიფიკაცია. ანუ რეალურად შესაძლებლობა რის მიღწევად შეგვიძლია ბევრად იზრდება. მოდით ამ pipeline-საც გავეცნოთ და ჩემი აზრით ეს დღეისთვის საკმარისი ინფორმაცია იქნება. მაგალითისთვის ამ pipeline-ის ასაწყობად გამოვიყენოთ კიდე ერთი ძალიან ცნობილი მონაცემები, რომელსაც ტიტანიკის მონაცემები ქვია. იდეაში გვაქვს ცვლადები თუ თითოეულ გზავრს რა კლასში იყო, რა ასაკის იყო, რა წარმომავლობის იყო, ასე თუ ისე და შედეგი შეეწირა თუ არა კატასტროფას. საკმაოდ ისეთ გავრცელებული დატასეტი არის ის სასწავლად და ჩვენი მიზანი არის ამ ყველაფრიდან გამოვიტანოთ ალბათობა, რა არის ალბათობა, რომ ეს გზავრი გადარჩა თუ არა. ანუ იდეაში განიხილება ეკონომიკური კლასი ან რაღაც სხვა სოციალური კლასი რამდენად კორელაციაში არის გარდაცვალებასთან კატასტროფის დროს. ჩვენ შეგვიძლია ეს მონაცემები პანდასით წავიკითხოთ, read CSV. read CSV-ს ერთი კარგი ფუნქცია აქვს, რომ შეიძლება ფაილი სულაც არ იყოს ლოკალური, ეს შეიძლება ფაილი მდებარეობდეს რაღაც მისამართზე, ონლაინ მისამართზე, ის ამას წამოიღებს. შედეგად ვიღებთ 891 ჩანაწერი, 12 სვეტი. შეგვიძლია ნახოთ passenger ID, survived, გადარჩა თუ არა, კლასი, რომელ კლასში იყო, სახელი, სქესი, ასაკი, ასე შემდეგ, ასე დანარჩენი. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ნახოთ სხვადასხვა მონაცემები, რამდენად გვაქვს რამდენად აკლიათ მონაცემები თუ არა. აი მაგალითად survived, P class, SCSI, embarked შეგვიძლია ამოვიტანოთ. და ნახოთ რამდენი არის ამათგან ცარიელი. ამ შემთხვევაში გაგვიმართლა ცარიელი მონაცემები არ გვაქვს, ან 0, is-NA გვითვლის რამდენი ცვლადი არის NA, ანუ not number or not present და მაგათ ჯამს. მარტივად შეგვიძლია ვნახოთ რა რიგ შემთხვევებში გვაქვს მონაცემები და არა. შეგვიძლია შევხედოთ მონაცემების მაგალითს. როგორც ხედავთ, SCSI-ში უკვე ტექსტი გვაქვს, არა 0 და 1, არამედ ქალი თუ მამაკაცი. გადარჩენის ბინარული 0 და 1 მაჩვენებელი, რომელი კლასის ბილეთები ქონდათ. Embarked, რომელიც არის რაღაც სიმბოლო S და C, ანუ როგორც ხედავთ, ისევ ტექსტთან გვაქვს ურთიერთობა და არა რიცხვებთან როგორც აქამდე. და ამ ყველაფრისთვის შეგვიძლია მოდელირება დავიწყოთ. ჯერ მივიღეთ მარტივად logistic regression-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ თავის cross validაციით. შეგვიძლია accuracy მეთოდი ვცადოთ, ასე ვთქვათ, პირვანდელი შედეგების დასანახად. ნახოთ, რომ 67.8%-ს ვიღებთ, როდესაც ვცდილობთ მოდელირებას. მაგრამ ამ შემთხვევაში მონაცემები, რომელიც გამოვიყენეთ, ამ შემთხვევაში უბრალოდ P კლასი ავიღეთ. რაც არის რიცხობრივი და
გადამუშავების გარეშე შეგვიძლია მოდელს ჩავაწოდოთ. თუ ჩვენ გვინდა უკვე იმ სვეტების გამოყენება, სადაც ტექსტი გვაქვს, რაღაც pre-processing ნაბიჯი უნდა დავამატოთ. და ამით მივადექით კატეგორიკული ფიჩერების encoding. ანუ როგორ წარმოვაჩინოთ ეს კატეგორიული შემომავალი ინფორმაცია რიცხვებად. რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაშინ როდესაც ჩვენი კლასთა სიმრავლე დაბალია, ანუ case-ის შემთხვევაში მხოლოდ 2 შესაძლო მნიშვნელობა გვაქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ასეთი მარტივი მიდგომა one hot encoder, ქვია, რაც გულისხმობს, რომ თითოეული მონაცემი გახდება მასივი, რომლის მნიშვნელობაც არის ან 0-1 ან 1-0, სადაც 0-1 შემთხვევაში იქნება male-ის შესაბამისი, 1-0 იქნება female-ის შესაბამისი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ იდეაში შეგვიძლია გავშალოთ ეს თითოეული მნიშვნელობა, ჩაანაცვლოთ ვექტორით და მივუთითოთ ერთიანით კონკრეტულად რომელს შეესაბამება. ჩვენ შეიძლება თავიდან იდეა გაგვიჩნდეს, რომ რატო არ გამოვიყენოთ 0 და 1. არის შესაძლებელი, რიგ შემთხვევებში ასეთ შეიძლება, ამას label encoding ქვია, ნაცვლად one hot encoding is. უბრალოდ 0-ს და 1-ს აქვს უკვე რიცხვითი მნიშვნელობა. სადაც შეიძლება ჩვენ კატეგორია სრულად საერთოდ არ იყოს ეს მწკრივად ჩალაგებული. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფერი. ეს შეიძლება იყოს რაღაც მაჩვენებელი, რომელსაც მეტობა ნაკლებობა არ შეესაბამება. ზუსტად ამიტომ ჩვენ label encoding-ით, სადაც 0-1-2, 2 მეტია 1-ზე და 1 მეტია 0-ზე ესეთი რიცხობრივი დამოკიდებულება შეიძლება არ გქონდეს. და კატეგორიებს ერთმანეთის მიმართ შეიძლება არარიცხობრივი დამოკიდებულება გქონდეთ. მაგ შემთხვევაში one hot encoder jobs გამოვიყენოთ, რადგან აქ 0-1 მასივებს ვიყენებთ და არა მნიშვნელობებს. უკვე ასეთ რიცხობრივ bias-ში, ანუ წინა განწყობაში აღარ ჩავარდებით და უფრო ობიექტურად შევძლებთ ამ მონაცემის წარმოქმნას. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ embarked სვეტისთვის, თუ გახსოვთ ეს იყო S, C და კიდე როგორც ჩანს მესამე მონაცემიც გვაქვს. მაგალითად, one hot encoder-ი, რომელიც case-ის სვეტზე გავწვენით, მივიღეთ female male categories parameters property-ში რო ჩავხედოთ. იგივე რო გავწვნოთ embarked მნიშვნელობებში, ვიღებთ რომ ეს არის რაღაც C, Q, S კლასები. ანუ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი 3 კატეგორია. შეგვიძლია ჩვენ ასე წარმოვადგინოთ one hot მატრიცის მიერ და ეს pre-processing-ი ჩავაშენოთ მოდელის ჩაწოდების წინ. ანუ რეალურად ეს ჩვენი ყველა ტექსტი გადავა რიცხობრივ წარმოდგენაში და უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ მონაცემს მოდელს ჩავაწოდოთ. ხო, იმისთვის რომ ეს ავაწყოთ ეს pre-processing pipeline-ი, შეგვიძლია შემოვიდოთ ობიექტი column transformer, ანუ როგორც სახელი გვეუბნება სვეტის ტრანსფორმერი და უთხრათ რომ სვეტის ცხრილი, რომელიც შემოგივა, one hot encoder-ი გავუკეთე, scarce და აი ამ embarked ცვლადებს. დანარჩენი pass-through, ანუ ეს ფუნქცია იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ დინამიურად შეგვიძლია უთხრათ, რომელ ცვლადებზე გავაკეთოთ one hot encoder-ი და რომელ ცვლადებს არ შევეხოთ. ანუ ჩვენ შეგვიძლია ამ column transformer ობიექტში fit transform მეთოდით ჩავაწოდოთ ჩვენი ცხრილი. მან უკვე იცის, რომ აი ამ სვეტებს უნდა მოარგოს აი ეს მეთოდი. დანარჩენები კი გაატაროს. შედეგად ვიღებთ უკვე მატრიცას 889-6, რაც იქნება უკვე რიცხვები და მზად არის მოდელისთვის შესაძლებლად. Pipeline-ის ასაწყობად შეგვიძლია შემოვიტანოთ make pipeline ობიექტი, რომელსაც ჩავაწოდებთ აი ამ ჩვენ column transformer ობიექტს, რომელსაც იცის ჩვენი მონაცემები როგორ დაამუშავოს და მოდელირების ობიექტს. ეს ლოჯისტიკური რეგრესია შემოვიტანეთ როგორც მარტივი მაგალითი, თუმცა ნახავთ, რომ აქ grid search ობიექტის ჩაწოდება შეგვიძლია, რომელიც როგორც ვნახეთ, გარდა უბრალოდ ერთი მოდელის ნაცვლად საუკეთესო მოდელს აგვირჩევს.
ეს pipe ობიექტი, უკვე ეს არის pipeline, scalar pipeline ობიექტი. კარგი ის არის, რომ შეგვიძლია პირდაპირ cross validation scores ჩავაწოდოთ. მივცეთ ჩვენი უმი მონაცემები. ვთხოვოთ, რომ ხუთმაგი cross validation გავუკეთოს და accuracy საშუალო დაგვითვალოს და მივიღეთ 77.27, რაც ჩვენ წინა 67%-ს საკმაოდ აღემატება. ანუ იმის და მადლობა იმას, რომ დავამატეთ კატეგორიკული მნიშვნელობების ენკოდირება და ჩავაწოდეთ ის მოდელს. მოდელმა შეეძლო და უკეთესი აპროქსიმაცია გააკეთა, გამოადგა ეს მნიშვნელობები და საშუალო სიზუსტე დაგვისვა 77%-ზე. კარგი ის არის, რომ ახალი მონაცემები როდესაც შემოგვივა, რაც იქნება ტექსტი, არავინ ამას რიცხვად არ გვიქცევს წინასწარ, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ pipe fit გამოვიძახოთ, ანუ pipeline-ის ობიექტი გამოვიძახოთ. ამ pipeline-ში უკვე დევს ამ სვეტის ტრანსფორმერი, გარდამქმნელი. თვითონ ჩააწოდებს, აი აქ შეგვიძლია ვნახოთ, column transformer-ი თავის one hot encoder-ით და დანარჩენით. დაამუშავებენ ჩვენ მონაცემებს და გადასცემენ logistic regressions უკვე როგორც შემდეგ ნაბიჯს. ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ ერთ ობიექტს ვიღებთ, რომელიც ამ ყველაფერს გვისრულებს. ანუ ვკრავთ ერთ ასეთ გარდამქმნელ ფუნქციაში. და ახალი მონაცემები რო შემოგვივა, შეგვიძლია მათზე prediction-იც გავაკეთოთ. ხო, ეს იყო რაც დღეისთვის მინდოდა მომეყოლა. იდეაში კარგი ის არის, რომ ამ pipelines ზუსტად ისევე როგორც მოდელს ვინახავდით JobLib ბიბლიოთეკის მიერ, ეს pipe ობიექტი შეგვიძლია პირდაპირ შევინახოთ. და კარგი ის არის, რომ ახალ მონაცემებზე შეგვიძლია პირდაპირ ჩავტვირთოთ და ეს მთელი თავის ტრანსფორმაცია, მოდელირების საშუალება უკვე გვაქვს და პირდაპირ მოვარგებთ ჩვენ მონაცემებს. მიუხედავად იმისა, ეს მონაცემი იქნება ტექსტი, თუ რა, ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით, როგორ დავამუშავოთ ასეთი მონაცემი. მომავალ ლექციებზე ჩვენ ტექსტის და გრაფიკული შუამავალი ინფორმაციის დამუშავებას კიდევ უფრო დეტალურად ჩავეძიებით. შემდეგი უკვე ჩვენ განრიგში არის ნეირონული ქსელები და მათი არქიტექტურები და მარტივ სურათის კლასიფიკაციის მოდელს განვიხილავთ. რა თქმა უნდა, ერთი ლექცია არ არის საკმარისი, რომ ნეირონული ქსელები თვლიანად მოვიცვათ. მიზანი იქნება, რომ პროექტი ავაწყოთ PyTorch-ის მიხედვით. შევძლოთ მონაცემების კლასიფიკაცია. იქ confusion matrix-ასაც ვიხილავთ და ყველა ამ ჩვენ ნაცნობ ტექნიკებსაც, მაგრამ დაგვემატება, რომ მოდელირებისთვის ვიყენებთ უკვე არა სტატისტიკურ მოდელებს, კლასიკურ სტატისტიკურ მოდელებს, არამედ უკვე ნეირონულ ქსელებს, რომელიც იდეაში ისევ და ისევ სტატისტიკური მოდელია, უბრალოდ თავისი შესაძლებლობები აქვს და თავისი მოლოდინები. მაგ ყველაფერს განვიხილავთ უკვე შემდეგ ლექციაზე. კარგით, ეს იყო სულ, რაც მინდოდა დღეს მომეყოლა. თუ რამე შეკითხვები ან ახლა გაქვთ ან მომავალში შეგიძლიათ რა თქმა უნდა დამისვათ. ყველაფრის ჩანაწერს და მასალას დღეს თუ არა ხვალ გაგიზიარებთ. და იმედია გამოსადეგი იყო ეს სესია. შემდეგზე უკვე შევხვდებით ახალი ჩელენჯების გადასაწყვეტად. მადლობა, ნახვამდის. დიდი მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის.